სამოთხე და ჯოჯოხეთი ეს არ არის ადგილი აზროვნების სისტემებში კრიზისია ახლა ფილოსოფიაშიც მე და შენ ახლა ამ წერტილში ზუსტად მაგისთვის შევიკრიბეთ შეჩერდით და იხილავთ რომ მე ვარ უფალია ეს ჯოჯოხეთია სინამდვილეში არც ცხოვრება არ გიხარია არც ადგომა არ გიხარია არც შვილის დანახვა არ გიხარია არც სამსახური გიხარია იმ დასრულებასაც ორი მნიშვნელობა როცა სიტყვა გვესმის ასასრული და სასრული ერთი კუთხით უყურებ, მაგრამ იქვე ის რასაც ასრულებს, ანუ ეს და სრული ხდება. არა, ეს კარგია, ასეც უნდა დამთავრდეს ყველაფერი, რაც იწყება, ვის უნდა ამოიწუროს. მამაგურამ, აგერ დაგიძახე ისევ სტუდიაში. ისევ შევიკრიბეთ მე და შენ. და მადლობა რომ დამთახდი ამ მოწვევაზე, ამ საუბარზე. მე და შენ კაი საუბარი კი გამოგვივიდა და მგონია რომ ბევრი ადამიანისთვის სასარგებლო აღმოჩნდა, ისევე როგორც ჩვენთვის ალბათ, ხო? ჩვენთვის იყო პირველ რიგში სასარგებლო. მერე ადამიანებისთვის. ავტომატურად ასე გამოდის ჩვენთვის სასარგებლო რო არის, რა თქმა უნდა თავისთავად. ის ხელოვნებაში სასა არ არის, რომ არის იმღერე ისე რომ აი შენ მოგეწონოს თვითონ, ან დახატე ისე რომ შენ თვითონ, ანუ იმაზე კი არის ფიქრო რომ ახლა ისეც დავხატავ რომ სხვას მოიწო იქ უკვე არ არის ის. ანუ პრინციპი ესეთია, ხო? შენ რო გჯერა, შენ რო მოგწონს, შენ რო თვითონ დასაც აკეთებ, ავტომატურად შენნაირ ადამიანებთან მიდის ალბათ. ზოგადად საერთოდ მე მგონია რომ გაზიარების საჭიროება უნივერსალურია. ჩვენ ყველას გვაქვს ეს გაზიარების საჭიროება. ყველაფერს გაზიარებ, მათ შორის ცხოვრებისაც. გაზიარებით შენ თავს აკოცისებ ისე, იმიტომ რომ ჩვენ ხო ერთი ფხრიხტის ხატება დიდი არის ჩვენში, მაგრამ გახსილი მაქვს ცოტა და მეორე ადამიანი ჩემი ნაკლებობა, მე აი ლეგოსავით მუდმივად უნდა ვეძებდე იმის გამოცდილებებს ფუტკარივით. რომ ჩემი თავი ავიშენო, ამით ავშენდე, რომ აშენდე ხო აგურები გჭირდება. აგურები არის გამოცდილებები, რომელიც სხვებსაც აქვთ. და ესე ამ დიდრდებით რა ამით. დიდი ხდები, იმიტომ დიდი ხარ შენ პოტენციაში ღმერთი ხო დიდი, ანუ ღმერთობაში, ანუ სიდიდე, შენი ბუნებრივი მდგომარეობა, ოღონდ დაპატარებული იყო. რატო, აი შენი თავი მოგცა ღმერთმა კონცენტრატად, ესე რომ ვთქვა, იმიტომ რომ სიამოვნება ამის გამოშლის ამ კოცელადი ნელილა სისრულეში გონს მოსვლის თვითონ შენში ყოფილიყო. განსხვავებით სხვა ქმნილებებისგან, ხო, რომლებიც დასრულებული არიან ცხოველი, პეპელა, ის არგანისტის პეპლობას, ეს სიმცირეა თუ სიდიდე, მან არც ის არის ტოტალური ცნობიერება, პეპელი, ახლა ერთ წამით რო წარმოვიდგინე, ან ლომი დავუშვათ. მაგრამ ადამიანი არის ხასიათ და რაღაცა რომელიც მიდის აი თავის თავი მას თვითონ ისე აი როგორც მიზანია ესე რომ ვთქვა თავისუფლების შესაძლებლობა აი ეს არის საინტერესო და გზას გადის აი ჩვენ ვილაპარაკეთ ახლა მიზანი ჩვენი შეხვედრის რა არის აი რა შეყვარა ხო ბავშვები ხო არა ვარ ჩვენ ახლა რომ აი რაღაც მიკროფონთან დავბერდი კაცი ახლა რა დროს შემეს არის ანუ რაღაცა მიზანი რომ მეტი ნახვა კონდეს რაღაცა ჩვენ გტკივა და ამ ტკივილი შეროთქვისი მინდა გავაჟღერო მოდი მარტო კი არ ველაპარაკ აგერ არის ტექნიკური საშუალება და ხო ანუ მე მაგას ვამბობ რომ ზუსტად მე რომ მოვედი შენთან პარემ მაყურებელს და მსმენელს გაუზიაროთ რომ თქვი ეგეთი რაღაცა გახსოვს რომ მე მაწუხებს მტკივა რაღაცა ხო და მინდა შენთან საუბრები და მინდა შენგან რაღაცა ნაპერწკალი ვიბზნო და წავიღო ხო და მე ვთქვი რომ ეგება ჩავწეროთ ეს ყველაფერი და ეგება ის მარტო ჩემთვის კი არ აღმოჩნდეს სასარგებლო პარემ სხვისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს და იცი როგორ რაღაცაზე ვამბობ რომ მე ჯერ კიდე ბახიასთან რო შევხვდი მაშინ დამეწყო ეს რაღაცნაირად მის პოდკასტში რო შევხვდით მაშინ დამეწყო რომ ეს არის ადამიანი რომელთანაც მე კავშირს გზნობ და მინდა ამ ადამიანთან საუბარ კიდე მე გავიდა დრო რაღაცა ცხოვრებამ რაღაც რუტინამ წამიღო რაღაცები მე პოდკასტის ეპოქა რო დადგა ჩემს ცხოვრებაში ეგრევე ვიფიქრე რომ მამა გურამს უნდა დაპატიჟო ჩემ პოდკასტში და უძახო ვილაპარაკოთ ხო და მე ამ სიყვარულზე საუბარნო ხო საოცრება იყო ის სიტყვა რომ მოიღე და მე მივხვდი რომ სიყვარულის გარდა იმდენი რაღაცაზე მინდა შენთან ლაპარაკი
და მე რაღაცნაირად თითქოს აი ესე გაჩნდა იდეა რომ მოდი ეს საუბრები ჩვენი ჩავწეროთ. მაინც მინდა გითხრა ამ საუბრებს მიღმა მაქვს რაღაც მიზანი, ეგრე არ არის რომ უბრალოდ სასაუბროთ ხო დაგიძახე ან თუნდაც მსმენელი თუ მაყურებელი მოვიწვიე რომ ჩვენ მოგვისმინოს. ჩემ თავარი მიზანი არის რომ პირველი მე მინდა არ მინდა სასუფეველი სადღაც თქო. მე მინდა სასუფეველი აქ. და მინდა ვიპოვო რანაირი უნდა ვიყო, რანაირად უნდა ვიცხოვრო, რომ ეს სასუფეველი განვიცადო ცხოვრებაში და სადღაც კი არ ველოდო, რომ ცხოვრება რომ მორჩება, მე სასასვლელი რო იყოს და მე შემიშვად იქ. მე აქ მინდა სასუფეველი, ეს არის პირველი რაც მიზანი მქონდა, რომ ეგება გავარკვიო და მამა გურამს კითხო, ეგება კიდე ვიღაცას კითხო და რაღაცა ვისწავლო, გავაკეთო, რაც თავარია მესმის რომ მან ცოდნაზე მარტო არ არის. წმენა მარტო ცოდნით არ მოდის, როგორც ხვდები, მაინც მოქმედები და გამოცდილებით მოდის და მეორე იყო ის, რომ უამრავი ადამიანი, ვინც მე მიყურეს, მე რომ გადავწყვიტე, რომ მოდი ეს საუბრები ჩავწერ მეთქი. მეორე იყო, რომ უამრავი ახალგაზრდა ადამიანი არის თანამედროვე, რომელიც უყურებს ესე პოდკასტებს YouTube-ზე და ვიფიქრე, მისთვის პრაქტიკული აი ეს ქრისტიანობიდან წამოღებული რჩევები, ცხოვრებისეული წესი, რაღაც რუტინები, რაღაც მნიშვნელოვანი რიტუალები და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება იყოს სასარგებლო მისი ცხოვრებისთვის, როგორ გაუმჯობესოს მისი ცხოვრების ხარისხი. თუ მას მაინდა-მაინც სასופველში შესვლა არ უნდა და ეგება ცხოვრების გაუმჯობესება უნდა, იმისთვისაც სასარგებლო იქნება თქო ეს საუბრები თქო. ხო და მესამე თავისთავად გაზიარება არის, მაგრამ არ არის აუცილებელი, ჩვენ არ აგვა გადაწყვეტილი ახლა. მე და მამა გურამს გვაქვს ეგეთი შეთანხმება, რომ ვიოდი ვილაპარაკო და ჩავწერო და რას დავდებ და არ დავდებ და როგორ დავდებთ, მე გადავწყვიტოთ, ამიტომ თვითმიზანი რომ დავდოთ ეს არ არის. თვითმიზანი არის რომ გადავიღოთ და გქონდეს ეს საუბარი. მე რაღაცნაირად თვითონ ღმერთი გვაჩვენებს გზას რა უყოთონ საუბრებს. ხო და მამა გურამს უყურებ როგორც არა შენ ჩემთვის არ ახარ მარტო სოდნის მატარებელი მამა გურამ მე მინდა ეგ აღუნიშნო. შენ ჩემთვის ხარ ლამპა რომელშიც ეს სესხნი ანათებს, ესე გიყურ, ესე ხედავ შენ და მოკლედ ჩემი სანთელით მოვედი შენთან რომ ეგება ეს სესხნი მეც გადმობედოს თქო, ანუ ეგება მეც წამოვიღო რაღაცა აქედან თქო, აი ესე გიყურებ შენ და არ მოვედი სოდნისთვის, მოვედი განცდისთვის. მოვედი იმისთვის რომ შენ ამაზე ილაპარაკო, რანაირად არის ეს შენ ცხოვრებაში, რანაირად განიცდი შენ ამას და ეგება ამ განცდისგან ჩვენს გადმოგვედოს რაღაცა განცდა თქო. ეგ არის როგორც ვიფიქრე. მართალი ხარ კი რაღაცნაირად აი ბავშვობიდან ჩემ თავს ვეკვირდები აი სულ ქონდა ეს რაღაც თითქოს აი ბავშვი ხარ და უყურებ რა ხდება სოფელში გავიზარდე ძალიან ღარიბ ოჯახში საქმის დაგვეწვა ეს ვამბობ და ამ დროს ფილმები რაღაცები ახალები ოთის ყველაფერი რაც შიგნით მე მინდოდა სულ გარეთ იყო სულ პარალელ სამყაროშია რაღაცეებს მაჩვენებენ ფილმიდან და სად არის ეს და აქ რატო არ არის რატო არის შეუძლებელი რომ ყველაფერი რაც გულით მინდა და აქ უნდა იყოს სადღაც არის და ეს მე ერთი მომენტი რაღაცაირად მატერიალისტი ხდები და ასე გასავლია, მგონია მითებია, ეს ყაპრებშია, ოცნებებია, მიუწეველია, 100 წუთი სოფელი და რაღაცა თითქოს ეგუები, მაგრამ ის ცოცხლობს ის ბავშვი ვიღაც. თუნდაც მეოცნებე რაღაცა რო და აი უკვე როდესაც უკვე ჩემში ეს აენთო რწმენით ქრისტეში ეს რეალურად უკვე დავიჯერე და ამან უკვე ისეთ რაღაცები მოახდინა ჩემ ცხოვრებაში, ხო? და მე გზა არის და ეს სირთულეები ყველა. მოგეთ ახლა რო ვთქვათ, ხო? დავიწყე პირველიდან, მე დაუბრუნდები პირველ მიზანს. როგორ აღმოაჩინო ეს? ხო. აი პირველი რა არის, რა იძლევა, რა გვინდა და მე რატო ვერ ვჯერდებით, რატო ვერ ვჩერდებით, რა გვაწუხებს, რა. ეს ხო ყველაფერი თელი ისტორიაზე გადავთვალე, ხო, ეს ხო ცხადზე უცხადესია, რას არ უნდა მატერიალისტები იყვნენ, ეს თითქმის დაკვირვებადია, რომ ადამიანი მეტია ვიდრე არსებობისთვის ბრძოლა და ჩვეულებრივ ევოლუციის ერთ-ერთი საფეხური, როგორც მოდის ერთუჯერედიან რაღაც ადამიანი არის რაღაც. ხო, რაღაც არის ადამიანში ვიღაცა ცოცხლობს, ესე ხო არ არის, ფაქტია, რაც იქნება, რისკენ რაც მიდის.
და ჩვენი ეპოქა მოდი ესე ვთქვათ, ახლა ჩვენ რომ არ ავწდეთ და ესე ზოგადი ლაპარაკი არ გამოგვივიდეს, უყურე, პრობლემა რაშია იცი, რელიგიის და ფილოსოფიის, მისტიკის, რომ ძალიან დაშორდა კონკრეტული ადამიანის მას ბედს, კონკრეტულად. ბედს თუ ცხოვრების აი ცხოვრების და ყველანაირ და რაღაცა მიუწყებელი ეჩებს მაღალი მატერიება, ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა და უშუალოდ ნუ ევროპაში და იმაში დიდი ტაძრები და ეს გოტიკა და რაღაცა ყველაფერი ეს წიგნები თუნდაც წამოვიდა სახარებები დაიბეჭდა ყველაფერი ერთი მხრივ კარგია ყველაფერი, მაგრამ ადამიანი იკარგება პიროვნებად აი გესმის როგორ არის ქრისტე თავის თავდაპირველ მდგომარეობაში ქრისტიანობა ყველას ყავდა გულში რა ეს არ იყო ზოგადი ღმერთი სადღაც რო ესმის ადამიანს მეტაფორა ტელევიზორში არ აჩვენებდნენ როგორ რომ ის მეტაფორა გამოვიყენე შენი ბავშვობაში ტელევიზორში ვხედავდიო ყველაფერს მე სოფელში გავიზარდეო ანუ დაახლოებით ესე ხო არის და არ არის ანუ ახლა რო ვთქვა ახლა სადღაც სიცივეში იყო ოთახში გშიოდეს და ამიტომ ტელევიზორი დიდი ეკრანი ჩართო და სადაც გუგუნებს უხარი სადაც საჭმელს ჭამე ყველაფერი და რა აგერ არის ხმაც გესმის ხედავ და მე ბუხართან ჯდომა მინდა რაცა მე არ მინდა ბუხრის ყურება ტელევიზორში ზუსტად შენ გონია დღევანდელი ეპოქა ანტიქრისტემედი რა არის ამა აი მე მაქხონ ბევრად გიდოს ვამბობ კიდე გავიმეორება თაჯერა აი ორი ბავშვი გოგებაშვილის ის არის პატარა მოთხრობა და ერთი ბავშვი ეუბნება მეორეს ხოხბის ხორცი გემერიელია იმ ბავშვმა უთხრა რა იციო როგორ არ ვიცი მამამ მითხრა ბაბუა რო ხოხობ ჭამდაო ისა მამამ მითხრა ბაბუა მიყვებოდაო ბატონი რო ხოხობ ჭამდაო პირსაც მაცუნებდაო და ბავშვმა დაიჯერა ნახე როგორ გავს ხო და სად არის ხოხობი ვინ ჭამა ამაზე უკვე არც არის საუბარი კი და არც მოთხოვნილებაც არ არის ჩვენ შევთანხმდით რომ ესე ყველაფერში ასე აი დავუშვათ ღმერთი მაღალი მცნებები მატერი ყველაფერი დავშალე სიყვარული ყვებით და ვის უყვარს ერთ ოროსანივით ხელი რაციოს ვიღაცა მე რომ ქადაგებ ამბიონიდან ქრისტე ასეთია აი სიყვარული კი მაგრამ ეს ზოგადი მცნებებია სადღაც არის ოდესღაც იყო ვიღაცასთან არის და თუ კი ეს აქ და ახლა ჩემში ის ბუხარი მე არ მათო მე არ გამიმესე რატო მაყურებინებენ რატო არის ან სად იყო ეს ამდენი წარმოსახვითი რელიგიები თუნდაც ინდუიზმით ბუდიზმით მოსული კრიშნა და ის ნახატები და სადღაც არის ნუ ქრისტეც ასე გადავიდა თითქმის წარსულში რომ ყვებით ქრისტეზე წარსულ როგორ აღადგენდა როგორ სასწაულებს ახდენდა და ქრისტე რო ასეთი ძლიერი პიროვნება იყო და ამ დროს მიყვებიან და მე ბავშვი ვარ გესმის მე მომწონს კარგია და ჩვენ რა ვქნათ ახლა ჩვენ ამით ვიცხოვროთ იმ რო წარსულში მოხდა ან მომავალში რომ მოხდება ან სადღაც იყო ან ვიღაცასთან იყო იქნებ ჟამი დადგა მართლა რომ ეს გუშინდლამდე კი მოვდიოდით ბავშვებიც ასე არიან რომ იზრდება კი ბატონო მესმის რომ დავუშვათ მე რო ჭირნახული მოვიწიო ხო მე არ უნდა მქონდეს პრეტენზია რომ დავთესე მეორე დღეს მოვიწიო და თუ არ უნახე არა ვეგუები კი ბატონო მე დავთესე ხო მე ვიცი რომ ის მე მომყავს ნერვერა კონდიცია ხო რაღაცა უნდა გავიარო ღერო უნდა იცოს კვერტი უნდა გამოიღოს მაგრამ ხო შეიძლება უსასრულოდ ველოდო და ჭირნახული არასდროს არ დადგა იქნებ ჩვენ დაგვიდგა ჟამი მოდი მე და შენ აი მოდი დავიწყო გაუბედავად პატარა რაღაცას ვამბობ როდემდე ეს უყურე რა ხდება წმენა მოსმენიდან მოსმენა ღმერთის სიტყვა ჩვენ ამ ხმას გამოვყევით მოგვიყვნენ გვითხრეს ვირწმუნეთ ქრისტეს სიტყვა ყველაფერი და გაგვიხარდა მაგრამ აი ბავშვს შეპირდე შენ ახლა რომ აი სადღაც რაღაცა წაგიყვა ბავშვი ხო იმ წუთას ხო უხარია და მეზობლებს ეუბნება კი მოსმენა თითქმის შენია უკვე იმიტომ რომ გჯერა მამის მაგრამ რაღაცა დრო გადის საეჭვო დიდი ხანი და არ სრულდება, იმიტომ მე რატო გამიხარდა ეს სიტყვა არ იჭმევა, მაგრამ იმიტომ ამას მოყვება ის დანახვა, ანუ სმენას ყურს მივყვები, ეს მორჩილება რატო გამოვყევ, რატო გამოვედი ჩემი ცხოვრებიდან, რატო ვირწმუნე მე ქრისტე. დავყარე ყველაფერი, მე პირადადაც ჩემ ცხოვრებაში არაფერი არ დამიტოვებია, ხა მე კი არა, ისეთი მართლა ის სმენა, რომელიც სამყარო დამანახა
რომ არსებობს ესეთი სამყარო, იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაფერი გახდა ნაგავი მართლა ჩემთვის ყველაფერი, პატივი მიწიერი თუ ყველაფერი, რასაც შეიძლება მოვყვები ამას, მთელი ცხოვრება იმ სიტყვას და ახლა უსასრულოდ ესე გავყვეთ, ანუ ეს მე რატო გამიხარდო, რომ აი შენ რო თქვი ახლა 64 აქ და ახლა იქნებ ჩვენ მოდი ვიკითხოთ, მოდი შევანელოთ ნაბიჯები და რა ხდება, აბა ყველამ გავაგოროთ რაღაც გამოცემ, ხო არ შეიძლება უსასრულოდ კითხვაში ვიყოთ, უსასრულოდ ძიებაში ვიყოთ. არ ვიცი, ხა რამდენი ფილოსოფიური სისტემები შეიქმნა, რამდენი რელიგიური მოდელები, რამდენი პოლიტიკური სისტემები, რამდენი ყველაფერი და აი ხა ტექნიკურმა პროგრესმა უკვე ხელოვნურ ინტელექტმა საერთოდ გააუქმა უკვე ცოდნა, ანუ გინდა არ გინდა თითქმის აზრი ეკარგება უკვე რაღაცის შხრეკვას უცა თვითონ მოგიტანს აგერ და ხა რა აზრი აქვს, ნუ აგერ მოგიხუჩავს ყველა მაგრამ ხო ვერ მოგიტანს განცდას, ანუ აი მე რას უახლოვდები, რომ მე ბახიასთან სხვადასხვა ახლა ჩვენ ვთქვით რომ რა არის ჩვენი მიზანი ამის საუბრები რა გვინდა რატო ვსაუბრობ ნუ ეს არის ის მდგომარეობა რომელიც მე მაწუხებს მიუხედავად იმისა რომ მე ახლა სასულიერო პირი ვარ ამდენი წელს გამოცდილებით ქრისტიანი მართლმადიდებელი და თითქოს რა გინდა მეტი რომ გაჩერდი და სადღაც გაგითვალისწინებენ იქ ცხონდები სადღაც რა უნდა ქნა მეტი ახლა და რა არ მაჩერეს მაშინ რა დადგა ისეთი და აი ზუსტად ამაში ესახ ანუ მე მარტო არა ვარ შეწუხებული არა ეს კარგია ასეც უნდა დამთავრდეს ყველაფერი რაც იწყება ვის უნდა ამოიწუროს რათა აი უკვე დანახვა დაიწყოს უკვე დანახვის ეპოქა რისთვისაც ახამდე მოვედით რისთვისაც ვიწვალეთ მთელი ჩვენი დავუშვათ პირველი დღიდან ქრისტიანობის გავრცელებით, მოდი მარტო ამ კუთხით რო ავიღოთ, ახლა სხვა კულტურებსაც იგივე პრინციპი ალბათ. მე რას ვამბობ, იცი ეს ყველა ძალისხმევები უსასრულოდ არ შეიძლება მიდიოდეს. ეს ფიზიკის კანონიც არის, რაც აღძრულია მიდის ენერგიის მინიმუმისკენ. ყველაფერი ასეა ცხოვრებაში. ანუ ის ამოწყობს აი პოტენციალი, კინეტიკა რაც მოძრაობაში პოტენციისკენ მიდის დასრულებისკენ, დამთავრების, გაუქმებისკენ თავისი და მახსენდება ხარ ბიბლიაში საოცარი ადგილი ასეთი ნუ კლასიკურ თარგმანში წერია რომ ისე შეჩერდით და იხილავთ რომ მე ვარ უფალია ასეთი და იქ ორიგინალის თარგმანში წერია გაუხდით რუსულად უპრაზნიძეს და ბახიასთან რომ ვიყავით მაშინ გავაჟღერეთ ეს და მეთქი უნდა შევხვნათ კი არა რაღაცა უნდა მოხდეს მეთქი აი უნდა მოხდეს თუ უნდა მოვახდინოთ ალბათ აი ეს სხვადასხვა მნიშვნელოვანია თუ ასე ვიტყვით რომ და მოხდეს თავისთავად მე ჩართული არ ვარ ამ პროცესში მაშინ და თუ გავბედავთ აი ეს გაბედულება თუ გვეყოფა მაშინ დავასრულებთ ჩვენ იმ დინების და იმ ნაკადს უსასრულოდ მივყავართ სადღაც აი ეს აქ და ახლა სულ რო ამბობ ფილოსოფიურად ძალიან კარგია ყველა შეუძლია ლექციას ჩაატაროს ან ფსიქოლოგებმაც იციან მედიტატორებმაც ინდური რელიგიას იგივეს გეუბნება ყველა გურუ ამას გეტყვის მეცნიერებას იქამდე და აქ და ახლა ხო და მე ეს აქ და ახლა ვინ განახორციელო სად ხდება აბა მიდი ხო და ამიტომ უნდა შევშედეთ, მოდი ესე ვთქვათ, მაშინ. ზოგადად არ ვილაპარაკოთ, რომ კაცობრიობა უნდა შეჩერდეს, ხო? ვილაპარაკე, მე და ვინ გაჩერდება? ეს კაცობრიობა ვინ არის? შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მე და შენ ახლა ამ წერტილში ზუსტად მაგისთვის შევიკრიბეთ, რომ პატარა იქნება რატომაც არა, გაუბედავი, ისა, აბა რა ვქნა, როდებდებელო, მე პირდაპირ ვამბობ, რომ არ შეიძლება ესე ცხოვრება, როგორც ახლა მე პირადად ჩემ ცხოვრებისთვის ასე ვარ. გარეთ რო ვაკვირდები, გარეთაც ასეთი მოლოდინია, აი ნახეთ, ინტერნეტმა და ხელოვნურმა ინტელექტმა როგორც გითხარი, რომ რაღაცეები წინაშე დაგვაყენა, რომ ისე როგორც ახამდე ვიყავით, არ შეიძლება ასე. აზროვნების სისტემებში კრიზისია, ახლა ფილოსოფიაშიც პოსტ რაღაცეები მიდის საერთოდ აზზე არა რა პრინციპზე დგას ევროპა სამყარო არიციან, აი რა აზროვნება და რა ცხოვრების წესი შემოიტანა, გაბცქნილია ყველაფერი, ხო? რელიგიებს ტოტალიტარ უფრო სწორედ ესეთ რელიგიებს გარედან რომ მოდის ავტორიტარულად უკვე ავტორიტეტი არა აქვს. ეს ავტორიტეტი გარედან არ არის, ნუ უკვე რაც არის იმასაც რა შედეგი მოაქვს ხედავ და ეს არ აკმაყოფილოს ადამიანს
ადამიანს ეგზისტენციაში გადადის ჩვენ ვიცით თუ ახლა ორი ეგზისტენცია ორი მართლობა ეგ რელიგიაში ფილოსოფია ეს არის ათეისტური ახლა დაუშვათ სარტრი და კირკეგორი მეორე უფრო სხვანაირ პოზიტიურ უფრო ესეთი შინაგანი მას ინარჩუნებს წონასწორობას და ისევ ვიკარგებით მორჩა უკვე სამყარო კამიუ და სიბნელეა არ არის საყრენი რაქრასაკ ადამიან ეს მომზადებულია სინიადაგი ახლა ჩვენ რა ვქნათ ახლა აი მივეცეთ მას რომ დამთავრდა ყველაფერი უკვე ეს ბოლოა და უკვე ადამიანმა ხელი უნდა იყოს ყველაფერი თუ გავბედოთ რამ სიცარიელეში როცა აზროვნება გარედან რაც არის არსებული ყველაფერი ამოწურე და ვიღაცა შენში ის რომ რისკენაც გამოხედი რის იმედები ქონდა რომ მსხრევა ხდება აგვიანებს არაფერი არ უკვე ესე მედგრად შეუპოვრად ისევ რომ გააგზელო რომ იქნება ეს და რაღაც ან მithumetes საიქიოში გადაიტანო ეს ყველაფერი რომ იქ ხონდებით უკვე იმდენი რაღაცები დაგროვდა საშა ჩემშიც აი რომ ხედავ რომ გასასუფთავებელია ჩამა აი ქრისტიანბოს გენიალურად ძალიან უმარტივესი მაგალითებით უდიდეს ჭეშმარიტებას ასე აღვევთ რომ ბოლო ჟამზე რას ამბობს რომ მოდის ესე იგი მკარო იქნება ნიჩაბს აიღებს რომ მოვა ბოლო ჟამ და ბზეს დაწვავს გაუნერლებელ ცეცხლში დაიწובה და ხორბალს შეინახავს ბეღელში ანუ კალოს დრო დადგაო ანუ მე თავის მოსვლას უკავშირებს ახლა კალო რა არის ახლა ხორბალი პირდაპირ აღებული იმიდან ხანიდან იმას ვერაფერს ვერ გამოიყენებს ეს არის თავის იმას ჩენჩოსთან ერთად თავის ის აქვს ხო ქერქი გარსი და ეს დასალეწია გაასუფთავო უნდა ყველაფერი უნდა მოაშორო რას ჩენჩო და შემდეგ უკვე ცალკე ხორბალი ანუ ეს არის ის პოზიტიური ნამდვილი რაც მოდიოდა გზადაგზე მაგრამ იმას იმებს იკეთებს ის მოაშორო უნდა აი ხო ეს არის გარჩევის ჟამი ანუ კრიზისია ნიშნავს გარჩევას რომ მოდის მწველი ნათელია ეს ცეცხლი მოვა სასადარებს ნუ ცეცხლია ის როდესაც რაღაცეებს დაგწვავს და უნდა მოშორდეს ანუ რა მომენტს ვამბობ ვიცი რომ ასე არ შეიძლება გაგზელდეს აი მე ამას ვამბობ პირდაპირ ჩემში მე ვხედავ რომ ესე მოლოდინი რაღაცა შეიძლება თვითდინებით ვიღაცები შეცვლია ან მithumetes რომ საიქიოში მეშველება მე არ მაქვს საიქიოს იმედი ამ გაგებით მე არ მინდა გარდავიცვალა მე არ გჯერა და არც მამების ჯერა და მე ვეყდობი მართლმადიდებლურ მოძღვრებას ეს უკვე თუ რამაზე საუბარი უკვე სხვასე მე ის არის ასეა ნამდვილად რომ 64 და ჯოჯოხეთი ეს არ არის ადგილი დასაჯილდოებელი ან დასასჯელი იმათთვის კომისია ზის დაუშვა და მოვიდა ვიღაცა ახლა რა ვქნათ აბა რა ვქნათ აბა იმის სად გავუშვათ და ამოდი ეს აქეთ არა თვითონ ჩვენ ვქნით ამ მდგომარეობას იცი რა მითხარი აი ადამიანურ ენაზე ხა მაგალითად რო ცხოვრობ და რავი არც დილა გახარებს არც დღე გახარებს შენი ცხოვრება გახარებს შენი თავი გახარებს არც ცხოვრება გახარებს, არც ბუნება გახარებს. ეგ არ არის ჯოჯოხი. რაღა აკლია ამას ყველაფერს, ან თუ ვერაფერს ვერ ხედავ და არც არაფერი ეგეთი თან მაგურობ კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი რა მნიშვნელოვანია. ყველაზე გაყიდვადი წამალი სამყაროში არის ანტიდეპრესანტი. დღევანდელ სამყაროში. და ანუ ამაზე მოთხოვნის ისა მოცემულობა როგორია დაუშვათ ერთ სულ 10 ადამიანიდან ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრია. თითქმის 5-დან 1 არის. ესე იგი, წარმოიდგინე მამაგურამ, რომ რეალურად ადამიანი რატო ჭირდება ანტიდეპრესანტი განსაცდელშია, ხო, აბა, ახლა ის რა ქვია, ზედმეტი წამლის მიღების სურვილი და უცნება არავის არ აქვს, ხო? ესე იგი ადამიანი დეპრესიაშია, ხო? ანუ ადამიანი განსაცდელშია და ადამიანი რავი, ჯოჯოხეთში მე ეგრევე ვეძახი, ეს ჯოჯოხეთია, სინამდვილეში არც ცხოვრება არ გიხარია, არც ადგომა არ გიხარია, არც შვილის დანახვა არ გიხარია, არც სამსახური გიხარია. მე ჯოჯოხეთი ელემენტარული რაღაცები არ გიხარია, რა მზე რო ამოდის დიوас ის არ გიხარია, ანუ გულისხმობ იმას, რომ მე მამაგურამ უყურებ ესე რომ ადამიანი შექმნილი არის აი ამ პატარ-პატარა სიამოვნების მისაღებ, ანუ სიამოვნება თვითონ ცხოვრებაში არაფერი არ ჭირდება სხვა, გარდა იმისა, რომ შეგიძლია სიამოვნო თვითონ ცხოვრებით. ხო, მაგრამ არ არის სტატისტიკა არ ცხადყოფს ამას. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ დეპრესიები იზრდება
მეორე ნაწილი არის რომ შფოთვები იზრდება, ანუ ახალგაზრდებში რომელიც დღე-დღე ტელეფონში არიან, რაღაცნაირად იცი რა მაგურა მაგას ფიქრობდი რომ კოვიდი რო დადგა, სხვა მეტაფორას გამოვიყენებ რა, კოვიდი რო დადგა ჩემთვის მე როგორც დავინახე კოვიდი და შენი აზრიც მაინტერესებს. კოვიდმა შეცვალა სამყარო, რაღაც დონეზე შეცვალა. თუნდაც ის რომ რა ვიცი, უამრავ სამსახურში დღეს, რა ვიცი, 2-3 დღიანი სამუშაო კვირა არის, დანარჩენ 2 დღე მუშაობენ სახლიდან, ზოგი საერთოდ სახლიდან მუშაობს. კი, უკვე ხო. მაგრამ ნახე მამა გოგონა რას ვამბობ, კოვიდმა გაგვანოლა ყველას. ანუ კოვიდი იყო ჩემი აზრით სპეცოპერაცია ეგოს წინააღმდეგ. მნიშვნელობა არ ქონდა ვინ იყავი. მნიშვნელობა არ ქონდა რამდენი ქონდა. ყველანი აღმოჩნდით ერთ და იგივე განსაცდელის წინაშე. აი ამ ერთმა ვირუსმა სამყარო გაერთიანა და განულა ყველა განულებული იყო. სახში იჯდა არ იცოდა გამოვა სახლიდან თუ არ გამოვაში გადარჩება ეგეც არ ვიცოდი. ეგეც ხო არ ვიცოდი, რაღაცა მომენტი არ ვიცოდი. გასაგებია შეიძლება ხარ წმენის ფაქტორი გვამაგრებდა, მაგრამ ნუ ჩვენ არ ვიცოდი სინამდვილეში ვირუსი როგორ განვითარდებოდა. და იმ კოვიდში დავინახე ძალიან მაგარი გადატვირთვის პროცესი. იგი რაღაცნაირი გადატვირთვა ყველასთვის და თელი სამყარო გადაიტვირთე ერთიანად. და რაღაცა კუთხით ალბათ ისიც დაგვანახა, რომ თელი ჩვენი ამოდენა ტექნოლოგიური მიღწევებით უძლურები აღმოჩნდით ვირუსის წინააღმდეგ. ნუ რაღაცა პერიოდი ვიყავით უძლურები, როგორც მინიმუმ მე რაღაცები მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცა მომენტში მთელი ჩვენი რავია კაც უშვებთ იმაზე რა ქვია მთვარეზე და აი ეს ყველაფერი თავში ავარნილი და ამპარტავნება რაც გვაქვს, იმ მომენტში ერთმა ვირუსმა ჩამოგვინგრია ეს ყველაფერი, რაც ბუნებრივ შექმნა. შეთქმულების თეორიაში აღარ შევახა ზოგიერთი ლაბორატორია ხელოვნურად იყავ ეს ვირუსი გამოშვება. ხო და რას ვამბობ მამა გურამ იცი რომ თუ კოვიდი შეიძლება ასეთი პერსპექტივიდან შეხედო რომ რაღაც გამოფხიზლებასავით იყო რა ჩემთვის ეგრე იყო და შენთვის როგორი იყო მამა გურამ აი კოვიდის პერიოდი რო გაგახსენდება შენთვის მაგდაგვარი რამე იყო როგორ დაინახე შენ კოვიდი ეგ ხო და სასწაული იყო ჩემ მე არ მენახა ესეთი ვერც წარმოვიდგენდი ახლა იგი ამერიკასავი რო დავანებოთ ცენტრალურ კახეთის გზატკეცილზე ვიყავი ერთხელ ფიზიკურად რო ნახე ვერ წარმოვიდგენდი რომ სიცარიელია შუა ტრასაც ვდგავარ ანუ ადგილი სადაც აი ძაფივით იყო გაბმული მანქანები აი წამი არ იყო ხო იქ ისე ტრასა სიცარიელი ერთი ცხენოსანი კაცი მოდიოდა შუა გაყინული ყველაფერი მოვდივართ მე ამაში სუსტად ეს მოლოდინი დავინახე რა სამყარო აი ეს რო თქვი შენ გადატვირთვა და ეგოს წინააღმდეგ აი ეს დახანება რით ასე გვამებს ცივილიზაცია შექმნა ეს მიდის დასრულებისკენ ახლა იმ დასრულებასაც ორი მნიშვნელობა აქვს როცა სიტყვა გვესმის ასასრული და სასრული ერთი კუთხით უყურებ მაგრამ იქვე ის რასაც ასრულებს ანუ ეს და სრული ხდება უკვე რაღაცის სისრულეს ორმაგი მნიშვნელობით შეიძლება შეხედო თუნდაც დამთავრდა გათავდა დავუშვათ პროცესი ახლა სცენარო დავიგე და გათავდა მისი პროცესი მაგრამ გათავდა ვიჟე თავი გამოიტანა აი სისრული იმას ვერ ხედავ ხო აი მე ესე დავინახე არა ცალფხილად ნეგატიურ და ის პროცესი ახლა ზუსტად ჩვენ თუ ნებით არ გავაკეთებთ ეს უფრო დიდი ტკივილით მაინც მოხდება მეტამორფოზა და მეტამორფოზა რა არის ხა თვითონ სიკვდილის მეტამორფოზა ხო გარდაცვალებას რო ვაგებ არა ის პარადიგმა ის ინერცია რომლითაც დღემდე მოვდიოდით უკვე მართლა ხა რაღაცა ამოწურა საკუთარ თავი აზრუნებამ ამ ადამიანურ აზრობამ ტექნიკამ ადამიანს ხო უთხრა აითვისე ყველაფერი დედამიწა აი რომ ხო და ახლა დარჩა კითხვა აი ეს ზუსტად ადამიანი ცოტა უნდა გამოთავისუფლდეს ამი და ამიტომ განგებაც გვეხმარება ამ ხრივ რომ საკუთარ თავთან უკვე ცარიელად აი როდესაც არც ამ სისტემის ნაწილი არ ახარ არც მომენტში შენი თავის რაღაც ნაწილმა კითხვა დასვას უკვე რა კითხვა წაართვა თავი ამ ინერციას ბოლო რა არის ეს ყველაფერი ეს არის ყველაფერი არის უბრალოდ აი გარედან შეხედო წამით აი ეს თუ შეძელი და თუ ასეთ ადამიანები
თუნდაც საქართველოს მოგარიცი ახლა პახიასთან რო ვიყავით, თქვი ზუსტად კოვიდის პერიოდი ხო იყო მაშინ და მაგრამ გაუქმებულ ქართველთა ერთობა, საგონებელში ჩავარდნილ ადამიანთა. თუ მართლა თუ აქამდე მიხვიდე, ეს არის სიფწიფის ნიშანი. ეს არ არის წაგება. აი ის როცა ნაბიჯებს ანელებ. როცა შენ ესე ძლიერად არ დგახარ შენს სისტემ ფილოსოფიურ აზროვნებაში თუ რელიგიაში რომ მე ანუ კითხვებს როცა სვა. დიახ, უკვე არ გერება რაღაცა და არ გსხვენია, არ გეშინია, ამის მე არ ვიცი სად ვარ. მართლა პატარა ბავშვი ვანილებ ნაბიჯი მე რაღაც კითხვავს ვამ ასე რიხით და რხეინა და არ ვერ ვიტყვიებ თავს უკვე რა სად მოვედი ნუ ამ კითხვა შეიძლება შეპიროვნულად სვა მაგრამ ეს კითხვა ჟღერ მთლიანად კაცობრიობის მასშტაბით იმიტომ რომ ერთი მთელის ნაწილია თუ შენში ეს კითხვა დაიბადა და გამოარღვია და წაართვა თავის სისტემას ეს გაჟღერდა იქ დიდ ადამიანურ ველში, რომელშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით, ეს უკვე ფიზიკაც გიმტკიცე, უკვე თუ ადრე თითქმის ისიც უარ ყოფილია დღეს უკვე აინშტაინის სინათლის სიჩქარე. იმიტომ რომ ეს ჩახლართვების თეორია ხდა ეს ნობელის პრემიაც არის გასამრიგ, ანუ მანძილი არ არის, ანუ უყურეთ, ან კრიტიკული მასა მაიმუნებზე რო არის მეასე მაიმუნის ეფექტი, ეს დამტკიცებულია, ანუ მაიმუნები რესხავდნენ რაღაცას დატატებს რაღაც კარტოფილის მაგვარიმებზე მეასე მაიმუნმა რო გარესხა ავტომატურად ყველას იმ ჯიშის მაიმუნებმა ყველა კუნძულზე 100 კილომეტრის იქით იმ წამსვე დაიწყეს კარტოფილის მასიურად ისა გარეცხვა ასევე წყალმცენარეებშიც ასევე საზოგადოებებშიც რაღაცები ანუ რაღაცა კიდემდე რომ მივედით და თუ ასეთ ადამიანების რაოდენობა რაღაცნაირად კრიტიკულ მასას მიაღწევს, მაგრამ ჩვენ ქვეყნიდან დავიწყოთ. აი რომლებიც არენდობიან თავიანთ სისტემას, აზროვნების, ცხოვრების წესის რაღაცა კი, მაგრამ ვერ აი რაღაცნაირად ნაბიჯს კითხვას სვამს. იმიტომ რომ რატო არის მნიშვნელოვანი კითხვა? რატონი? კითხვა არის სიცარიელი, არ ვიცი, ხო? აი თუნდაც ციგზე რომ ქართულმა კარგად შემოინახეს, მე ვკითხულობ ახლა რუსულად ჩიტა არის დათვლა უფრო, ალბათ აქცენტი იქით არის, მაგრამ ეს კითხულობ რაც ისე ვეკითხები, ან კითხვაში ვარ, იმიტომ ვკითხულობ რომ მე არ ვიცი და იმის გამოცდილებამ პასუხი მომიტანოს მე. მაგრამ ახლა უკვე ადამიანი როგორც ცალკე ბიოსოციოკულტურული რომელიღაც ეპოქაში რომელიღაც იდეის თუ რელიგიის მატარებელი ტრადიციის მატარებელი კი არ სვამს ამ კითხვას ზოგადად ადამიანი სვამს უკვე ჩემგან კითხვას ვინ ვარ სად ვარ აი ამის იქით რა არის უკვე ანუ დიდი რაღაცის წინაშე ვდგავარ ჩემი მონაცემები ხედვა ახმა სამყაროს რომელიც მე გამაჩნია ვერ მაძლევს პასუხს ამაზე და თუ ასეთ ადამიანები ანუ ისევე ძველებურად მასე სულ შეიძლება ვღეჭოთ კაც ახლა ლექციები ვატარო თეოლოგიური დისპუტები რა გავაგდო თავი მოვიტყუოთ დავიჯერო რომ პატიოსანი მოაზროვნე თუ ხარ დღეს რომ ისევ ძველებურად გააგზელებ ისევ შენ ამ ლექციების კითხვას თუ ტრენინგებს ჩატარებას მე მაგალითად არ ვიცი მე ხოდა რა გავაკეთო ახლა ხოდა რა და ნაბიჯები შეანებ დაფიქრე ცოტა გონს მოსვლა ეგ არის მაგალითად აი გეტყვი ეს არის უნივერსალური პრინციპი თუნდაც მამარდაშვილმა იგივე დაგვიბარა კაცო თქვა მაგანაც რომ როცა თუ გიდა ახალი სამყარო დაინახო რაც აქამდე არ გინახავს თვისობრივად ახარ თვისობრივად რასაც ჩვენ 60-ს ვიზარ 60 მას შეგვაშინოს ეს არის ურთიერთობათა ის სისტემა რომელიც აგებულია უნივერსალურ ადამიანურ პრინციპებზე და მორჩა როგორც ფუტკერებში 10000 ფუტკარს დედა მართავს რა არის რა ფუტკერებზე ზრუნვა ღმერთმა გაჩვენებს უბრალოდ იმათ ინსტინქტით მიეცათ ეს და ჩვენ უნდა მივიდეთ ჩვენი გაცნობიერება აი მე ხოდა რატო იმას ინსტინქტიდან მეაზროვნებით რატო რომელს არიჩევდი შენ რო არჩევანი ქონათ აი შენ კონდა ის საშა არის სხვათა შორის თავის შესაძლებლობა ჯერ არ არის გამოვლენილი და გამოვლენილ მდგომარეობაში გთავაზობს სამყარო შემქმნელი ორ გზას ერთი მხრივ შენ იქნები თავშივე მოგეცემა ისეთი ნიჭუნარები რომლითაც შენ დაზღვეული იქნები და გაგიშვებედი არ გადავარდები არც ტკივილში არ ტანჯვაში არც არაფერში ფუტკრის ცხოვრებას მაგრამ გაცნობიერებული არ აქვს ეს მეორე გზა როცა შენივე თავს გაზვე როგორც მარცვალს აი მიდი და აი სამყარო წოთისობაში შედი ამ მატერიაში შენი მატერიას შეეზავები ტკივილით ამოხვალ სიბნელე იქნება წარმოიდგინე მარცვალი ხარ და ბნელა მიწა დაგაწვა
ტონა მიწა, სიცივე, ბლანტი. აი წარმოგიდგენთ მარცვალი ხარ, ხორბლის მარცვალი შეგიძლია აი დაუშვათ თეატრალზე აბარებ და კითხვას გაცდებ ახლა მე ხედან აი რო გარდასახვა გააკეთო და არა და ეს რეალობა ადამიანს აქ ამის შედი რა არის შეთვის დავიღუპე ხო? მაგრამ აი ზუსტად მარცვალში არის ძალა ჩადებული უბრალოდ რომ აი ამ შავ მასას ის გარდაქმნის თავის სხეულად უკვე იწყებს. აი რომ და მე ნელ-ნელა და თავი გამოაქვს ბოლოში. ამ ორი ვარიანტიდან აი ახლა პირველში გარანტირებული გაქვს ყველაფერი საათივით არის აწყობილი ფუტკერებივით და მეორე ტკივილით ყველაფერს დაინახავ შენ აქ ამ გზაზე. ყველა იმედ გაცურება სიბნელე ჭიდილი, მაგრამ გამარჯვება აღდგენა და ბოლოს აღიდგენ თავს, გაიხსენები რაც ვინც იქ დაიკარგე ბოლოში და მთელი ეს პერიპეტიების თანამონაწილე იყავი თურმე და გამოიყვალ ბოლოს და ამ ყველაფერს და რა არის ის რაც ბოლოს გამოდის? სადა ვარ ხა მე ამ გზაში ვარ, ისევ ის მარცვალი ვარ, ანუ აი მე ხა ის სიტყვაზე ვიზახ მე საშაკაცანი მე ვსვამ და დარწმუნებული რომ მაყურებელსაც გავუჩნდება ეს კითხვა კი, მაგრამ მაგზაზე მე რა ვარ დღეს? მაშინ მოდი ესე ვთქვათ, რომ ეს ისეთი გზა არის, რომელსაც ადამიანს გარედან ვერაფრით ვერ მისცემ, ვერც ასწავლი. ქრისტეც ამბობს, ვისაც ყური ექსმენად ისმინოს და ის არ განიცდის იმას, რომ რატო არ მესვით. აი ეს მით ჩემი აბსოლუტურად შვიდია. ერთხელ ისეთი ქადაგება ქონდა, რომ ბევრი დაბრკოლდა და დაშორდნენ, იმიტომ რომ ძალიან მძიმედ ლაპარაკობს. და 12-ს მიუბრუნდა, ეუბნება, წადით თქვენ სულიდეთ. რა ახლა ქრისტეს მართლა სულიერტი იყო მისთვის. არ იყო სულიერტი. რატომ აკეთებს ამას? თავისუფლება. რაღაცა იცის. რატომ ან ქრისტესა და ჩემს შორის ის განსხვავება, რომ მან იცის ბოლო. თორემ მე ვიცი ბოლო მშვიდი ვარ. კი მტკივა რაღაცა, შენი ტკივილი მტკივა მე თორემ მე კი. ანუ სულ რო წრედა ვარ თქვა და ისე მოვიდე და ისე ვარ არის. მან იცის ბოლოს ხედა, ამიტომ არის მშვიდა და არ შფოთავს. ნუ ახლა ისე იგივე ლექცია გამოგვივა და სადღერძე რომ კაი, ქრისტე მიცოდ მე და შენ რა. აი რას გვაძლევს იცოდნა რომ მე რა ახლა ვთქვი აი შენ რას გაძლევს პირა რა მან ქრისტე მიცოდა თავიდან ბოლომდე ყველაფერი ჯვარცმას რო გაირვიდა აღდგებოდა აღდგა კიდეს იცოდა რომ ყველას გადაგვარჩენდა რომ სასופველი იქნებოდა ხო ვთქვი მე მაგრამ მე შედარებით ამასთან მაგის პოტენციალი თუ ვარ და მე თუ მეკითხები საშაკაცმანს მეცა მე შენ რას გაძლევს ეს აი რო ქრისტე მე საწამიყვანა იცი რა კითხვასთან მაგრამ მეც საბოლოო ჯამში სადღაც არსებობს ჩემი ხეობაც ანუ ხეთყოფნა ხო ესე ვთქვათ ხო და ამასთან მიმართებაში მე დღეს სად ვარ მე ხა ამ კითხვას აი შენ შეგიძლიათ თქვა დაახლოებით მაინც შენ რა კონდიციაში ხარ შენ ამ ყველაფერს დაახლოებით რომ მოხაზ კითხვი მე იმ კონდიციაში ვარ სადაც ჯერ კიდევ ბედავ ხილინა ბიჯებით მაგრამ უკვე ბედავ რომ ვიყო ის რაც ვარ ჩემი აზრით ეს პოდკასტიც არის მაგის როგორ თქვა მაგის ნაყოფი რომ მე ბედავ აი რაღაცნაირად ბედავ ვაკეთო ის რაც მინდა რაც შთამაგონებს არ შემეშინდეს მივენდო ანუ აი ამ პროცესში ვარ შენ გაბედავ ახლა თქვა რომ ქრისტეზე რას ვილაპარაკეთ რა გაშორებს მასთან უმწიფრობა თუ თვისობრივი განსხვავება ანუ შეგიძლია თქვა რომ შეხარ არასრულყოფილი ქრისტე ან ყვახე მე პოტენციალი ვარ ქრისტეს და დევს ქრისტეობაში სალსახად აი მაშინ აი უყურეთ აი ზუსტად ეს არის მიზანი რაც ჩვენ ვთქვით რისკენ მივიდა რა გვინდა ამის ხო და ამ პოტენციალის გამოსაღვიძებლად მოვედი შენთან თორე რო არ მჯეროდეს ეს პოტენციალი მათ არც მოვიდოდი შენ ო ვერსად ვერ წავალ ხო და ზოგს შეიძლება ეს თქვას რომ აი ქრისტესთანაც იგივე პრობლემა აი ამიტომ ამბობ რომ ეს ქრისტე არის ჩვენი უნივერსალური პრინციპი ყველას რომ მოგვეცა და ყველა თუ იგივე გზა გაიარა ქრისტე არის ერთი გადმოცემა ახლა ჩვენ თავისუფლად ვაზროვნებთ ახლა შეიძლება ორთოდოქსებმა იფიქრონ რაღაცა ოდნავ რაღაცა სიტყვი და კრეხელობად მიაშენ არა და არ არის კრეხელობა უნდა გაბედო აზროვნებ თვითონ ქრისტე ამის მაგალითი 30 წელს რომ მიაღწია და მასში ხო იწყება ის მას რო ახლა ავტომატურად მიცემოდა გარედან ის ძეხვთისა და ადამიანის ხელი არ შეეშალა ეს ხო არ იქნებოდა არც გმირობა და არც სათნოება როცა ავტომატურად გაქვს მოცემული ყველაფერი მაგრამ რა არის ვინ არის ხა გაბედული ვინ არის ვაშკაცი ვის გადალახავს შიშს ხო რაღაცას გადასალახი აქვს თორე თუ არაფერი ხო და მან ნიკოს კაზანცაკისის მასშია იქნა წარმოებში და მე ფილმად რო ისე და თვითონ თავის მეგობრებთან მიდიოდა და ეუბნებოდა რომ ბოროტი მეუბნება რომ შენ მესია ხარ ნახეთ ახლა როგორ არის ანუ რას ნიშნავს ეგა
მასში ეს ამას ამაგრებს პავლე მოციქული რა ხდებოდა ქრისტეში თუმცა ის ძე იყო მაგრამ ტანჯვით ისწავლა მორჩილებაო და ცრემლები და ღაღადითო შესწირა მადლობაო და თხოვნებიო სიკვდილისგან მისი დახსნის შემძლესო სრულიად ადამიანური ამით არის ჩვენ გაბედულება გვაქვს თორე ქრისტე უფრო აწეული ყოფილიყო და ეს პრობლემები არ ქონოდა ადამიანური მაშინ მე რა თვლიდა ისეთი რომელიც მიუღწეველია ჩემთვის და მიუღწეველი კი არა უფრო მეცას გეუბნება რას გეუბნება ქრისტე საყვედურობს ადამიანებს საყვედურობს რომ იმათ იყავით სრული ვითარცა მამა თქვენია სრულო მოგიწოდებს ეგ რას ნიშნავს დაგცინის როგორ თუ მამასავით სრულ ახლა შეიძლება რომელიღაც მივემსგავს ადამიანი რო თქვა ვიღაცა თეოლოგს ან რომელიმე წმინდანს მაგრამ თლად მამა და რატომ იცი იმიტომ რომ მისი გვარის ახალ მისში შენ ქრისტე გიცნობს შენს თავდაპირველ მდგომარეობაში ამაგურა მე 47 წლის ვარ და 47 წელი ვავარჯიშებდი არა ქრისტეთ ყოფნას საკუთარ თავში არამედ ვავარჯიშებდი რაღაცა საშაკაცმანობას მე ჩემი ფორმულამა გადარჩენი სხვა ყველა ადამიანს თავის რაღაცა ფორმულები აქვს და მე რასაც ვავარჯიშებდი ამდენი წელი ის გავხდი მე რო ტენისი მევარჯიშა 47 წელი ხო გავხდებოდი ტენისი პროფესიონალი კი არა ну შეიძლება საუკეთესო არ გავხდარიყავ მაგრამ 5 თეუში 10 თეუში ხო შევიდოდი 47 წელი რომ მევარჯიშა ტენისი თუ იმ ძალისხმევით და იმ ინტენსივობით რომ შენ ახლა ამას მოახმარე შენ საშაკას ამ კუთხით იმ კუთხით იმ ძალისხმევით რომ იგემართა რომელის სფეროში წარმატებულად ხარ და შეიძლება ეს საშაკაცმანა ყოფნა ანუ მე მჯერა რომ რაღაცისთვის მომეცა და ამ საშაკაცმანობიდან გამოსვლაც მომეცა ანუ როგორც გზა რავი ქრისტეს გზას შევხედოთ რომ იმანაც ხო ტრანსფორმაცია და მეტამორფოზა განიცადა ხო ანუ ჯერ ადამიანური ცხოვრებით იცხოვრა და მე გამოიზარდა იქიდან დაატრანსფორმირა სწორედ ეგ არის მისი გმირობა და აბსოლუტურად აი ჩვენთვის სიყვარულის საგანის და დაფასება შემიძლია მე ვთქვა რომ მე პარალელურად იგივე ნაირ გზას გავდივარ რომ შეუძლებელია სხვანაირად შენ ამას აცნობიერებ თუ არ აცნობიერებ ყველგან ერთ და იგივე ქრისტეს სული გადის იგივე გზას ინტენსიურად ყველა ადამიანში სანამ ადამიანი ცხოვრობს ზოგი გონიერად ზოგი უგუნურად ზოგი ვინც წმენით მიიღო ქრისტე მასში იგივე გზას გადის რაც იქ გაიარა ვისაც ქრისტე წმენით არ მოუღია ბუნების ძალებში და სხვა კანონებში ჭინთვებშია სტიქიებიდან იგივე იმებს აკეთებს გაცნობიერებულად შემიძლია გზავია რომ ან გაუცნობიერებლად მაგაზე ლაპარაკო დიახ და ქრისტე მოდის გაცნობიერება მოგვიტანოს რა პროცესებში ვარ და აი როგორ გითხრათ აი ქრისტემ დააკავშირა ესე რომ შევხედოთ დააკავშირა ანუ კავშირი და ხიდი არის რეალურად იმ მიუწვდომელი ღმერთის და ჩემი მიწიერი ცხოვრების შორის. შემიძლია ესე ვთქვა? დაახლოებით ესე. აი უყურეთ რომ მართლმადიდებელი მოძღვრებით და ზოგადადაც როცა 64-ში იქ მოხდა რომ მოკვდებით რომ უთხრა სიკვდილი როგორც ასეთი. ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი არ მომკვდარ ან ფიზიკურად. იმიტომ რომ ეს არ არის ადამიანი ეს თიხაა. ადამიანი არის სულის არსი. ის მოკვდა. ახლა არის სიკვდილი ყველა ენებზე რომ დააკვირდე რუსულად. უცხოური სიკვდილი ძალიან გვეშენია მაგრამ აი რა ხდება მან. ანუ იმიტომ რომ ყავთან აიგივებთ. შენი მიზეზია რასთან გაიგივებული ხარ, იმდენად შიშია ეს და შიში მთლიანად შევედით მატერიაში და ქრისტე შევეწოდეთ. ამიტომ ის სიკვდილისგან კი არ გვიხსნის, სიკვდილი შიშისგან წერია. ეს ძალიან დიდი განსხვავება. ოკეი, ეგ საერთოდ ის არის, ხო. სიკვდილისგან კი არ გვიხსნის, რათა ეხსნა ისინი რომლებიც სიკვდილის შიშით დაქვემდებარებული იყვნენ ამ მატერიალურ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ გაიგივა თავი ამ ტყავთან, მთლიანად აღდგას, თუ ეს წაერთმება, იქ არაფერი არ რჩება, სიცარიელია, შიგნი. ეს არის ჯოჯოხეთური განცდა. ცოცხალი ხარ და განიშთი თორემ სიკვდილი რო იყოს, უბრალოდ ისე რომ გავქრე და არ არის, ეგ შეიძლება ზოგმა ინატროს კიდე ნატურასავით გადაიწვა და დამთავრდა. ეს არ არის სიკვდილი. სიკვდილი არის როდესაც ურე ენები მე რო გითხარი ქართულშიც რო ავიღოთ სხვა ენებზეც რო ავიღოთ აბსოლუტურად ნიშნავს ნაკლებობას მოწყვეტას ანუ მერტის თანდასწრება სიცოცხლის პირველ წყაროსგან მოწყვეტა შემი სულის
და ჩემთვის ცხოველებისგან განსხვავებით, ცხოველები რომელსაც არ აწუხებთ ეს, მაგრამ აქ საჭმელი, აქ სასმელი, აქ რაღაცა სითბო, რაღაცები და მორჩა. და ადამიანი სული ამას განიცდის მოკლებას. აი მოკლებაა მისი სახისგან, მისი თანდასწრებისგან. ამიტომ როდესაც დღეს არის ადამიანი სულიერ ტკივილზე ადამიანი ლაპარაკობ. რატო არის უბედური? ხო, რატო აი ეს დიდი რელიგიები მონოთეისტური გარედან რომ მოდის როგორც ავტორიტეტი, ან უმაღლესი გონი და უშუალოდ რაღაცა სინდისის იმპერატივი, ესენი ვერ უძლებს ადამიანი ამას. რატო იცი ეს აწვება მას უნდა მამა, მას უნდა დიალოგი, მას უნდა იმიტომ მისი მსგავსია ეს თვითონ, ღმერთის ძე არის. ეს მან დეიურე, ეს ბუნება ადამიანის, ოღონდ როცა ცოდნას კარგავს, აი ეგ არის სიკვდილი. ეს ებინდება, ეს ხსოვა ნელ-ნელა მატერიაში რომ შემოდის. და როცა მწერვალს მიაღწია და ადამიანი მთლიანად ჩაიკარგა სული და უკვე ეს მამაგონა ბავშვებმა იციან, მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ბავშვებმა ჯერ კიდე იციან, რომ იმის ნაწილი არიან, ისეთი განცდა მაქვს, რომ ბავშვობაში აი რო უყურე ბავშვს სილაღეს ბავშვის სიმამაცეს და თავისუფლებას და რაღაცნაირ იმას ანუ რაღაცნაირი განცდა მაქვს, რომ ბავშვი ჯერ კიდე აქვს ეს შეიძლება კი, მაგრამ უნდა შემოვიდეს მატერიაში. ამიტომ არის ზოგს უჭირს მე ეს ჩვენც ესე ვართ რა. ჩვენ ისევის ბავშვები ვართ, მაგრამ უფალი უყურე. ამიტომ არის შეიძლება ვთქვი, რომ ეს 64 რა, საიქიო და ეს როგორ შევიდე ამ მდგომარეობაში აქ? აი ეს ალბათ ადამიანი რომელშიც ეს ჩდება ეს კითხვა თვითონ რომ მას არ აკმაყოფილებს ის რომელთაც ის ყოველდღიურობაში აქამდე ასე ვიყავით აი აქამდე კი რომ ჩვენ ვარ მე და არის სამყარო და ასე მგონი ასე უყურებ ისტორიას ვიღაცები დიდები არიან და უნდა მივბაძო წარმატება ვიღაცის ისტორიას ვსწავლობ და მე სულ სადღაც ვარ დამკვირვებელი ან პატარა რომ მივისწრაფი და მე ეს რომ ვერ ვაღწევ გულს ვიტეხავ და ვადარებ ჩემ თავს ხო მოხუცდები ვერაფერს ვერ მივაღწიე ვერაფერს ეს პროცესებიც უნდა გაგვევლო გაიგივებისა მატერიასთან უნდა მომხდარიყო ეს და როცა ზღვარზე მოდი უკვე იწყება ახალი ეპოქა როცა დავიწყება მანუ სიკვდილმა სიკვდილი არის მოწყвета ყვეტა არის დავიწყება წკდომა აი გაუწყდა გაწკდომა აი აქ მოდის სიკვდილიდან ისევ ის სიცოცხლე რომელიც უკვე დაკარგეს შენ თითქმის მომწყდარი იყავი ამიტომ გითხარ ეს ქრისტე ფაქტობრივად ვინ არის ეს უცხო და სხვა კი არ არის თავიდან ასე ვჯეროთ ჩვენ თითქოს ქრისტე გონია სადღაც არის ან თუნდაც მეორე ადამიანი ასე ვიწყებ ჩვენ იმიტომ რომ გარსები ვართ ახლა მე თუ გარსი ვარ შენ თუ გარსი ხარ შენ ამ სოციალური კულტურის არსება ხარ მე ამის ახლა შენ შეიძლება უფრო დიდი იყო ვიღაცა მე ნაკლები შესაბამი მე მშურ შენი ან მივისრაფი ნახე ამებში ვარ ჩვენ ყველანი მე ეს თერი ეს ისტორიები იზრდება და საბოლოო ჯამში ეს ქერქებიდან უკვე ქერქია ქერქის ისტორია მთავრდება და ვიღაცა იზრდება შიგნით აი ვიღაცა უნდა ის რომ გაიხსენა ვერ ხედა ქრისტე მოდის როგორ შენი როგორ გითხრა თავდაპირველი მდგომარეობა რომელიც ორმაგობაში გაგდო ერთი მხრივ ის რასაც შენ ესწრაფოდი და ოცნებოდ მე გაგიტყდა იმედი და საერთოდ დანებდი რომ ტყუილი ყოფილა და მე ერთადერთი აი ეს ვარ და აქ უნდა მოვასწრო რაღაცას მივახცებ წარმატებას რაღაცას აი სახლი კარი ან ვიღაცა კი დავიკარგი მატერიაში ეს ბუნებრივია მატერია უკვე მივედი იქამდე რომ უკვე მეცნიერულად დავამტკიცე იქ ფროიდი და უშუალოდ ევოლუციის თეორია იქ მარქსი და მოვარგეთ ეს შევქმერეთ უკვე ეს მორჩა არცად არაბინ არ მივდის ეს ყოფილა სიმართლე თურმე როა ჩვენ ეს ბიოქიმიური მასა თელი ეს რელიგიები ნევროზია ეს ადამიანი საერთოდ არ არის პასუხისმგებელი თავის მოქმედებებს იმიტომ ის არის ბიზგი იმ რაღაცეების რომელიც მასში იყო და შესაბამისად შენ თავისუფლებიდან გამომდინარე კი არ იქცევ საერთოდ არ ხარ თავისუფალი შენ ხარ რაღაცა მასის ნაწილი ანუ მატერიამ გაამართლა თავის თავი ფაქტიურად ამოწურა მაგრამ ამის მიღმა რჩება ვიღაცა არის ისევ შენში ახლა რა დავარქვა ამ ჩემში აბა ნევროზი დავარქვა ჩემივე თავის ბიჭო ამატერულმა რაღაცა ტურის ნაწილაკებმა მილიონი წლის განმავლობაში მიღეს მე გავხადე და ეს ჩემი მეც იმ
მკვდარი ნაწილაკების შედეგია, ვინც კითხვას სვამს იქით. ეს ახლა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მეც ამ მატერიის არაფერი არ არის. მაშინ მთელი ეს რელიგიები, ფილოსოფიები, ბუდები, ქრისტე თავისთავად მიდის იქითკენ, რომ ეს მატერიის გამოგონილია და ასეც ამბობენ, ხო, ქრისტე ჩვენ გამოვიგონებთ, ესეც არის ლაპარაკი, ღმერთი არის ჩვენი უმეცრებით შექმნილი წარმოდგენები სამყაროზე, თორე განათლება რომ მოვიდა ძმაო, მეცნიერება, გვეცინება რა დროს ღმერთი. კი, მაგრამ მაშინაც იყო ათეისტები, მატერიალისტები არანაკლები და მაშინაც იყო მორწმუნეები დღესაც არიან აი ამ სფეროში, აი ეგ არის რომ გადავდივართ ჩვენ, რომ ის ნაწილი ჩვენში ვინც არის ის ყოველთვის ყველაფერსგან თავისუფალია ვიღაცა ჩემში და თუ მე ვიტყვი რომ თურმე მართლა ასე ყოფილა სამყარო ეს მატერია ყოფილა და ჩემი ამ მატერიის რაღაცა ნაწილი რა აგზნებულობა დროებითი და მე ჩემ სიკვდილთან გაქრება ან კაცობრიობაც საბოლოოდ ბუშტუკობას შეწყვეტს აი ეს რაღაცები და ესეც არჩევანით აქვს ეს ირჩევ შენ ამას დაამტკიცებ როგორ დაამტკიცებ ამას და მე ისევ განწერული ვარ არჩევ ისევ კითხვას ვსვამ და ახლა მე არ ვეგუები ამას აი ვიღაცა შემში რომ მე ამ სისტემის ამ მატერიის ნაწილი კი არა ვარ არამედ ვიღაცა არის ჩემში რომელიც რაღაცის გახსენება უნდა აქ შემოდის ღვთაებრივი ნათელი რომელიც აი ეს არის უკვე ჭეშმარიტება ნახე რომელიც მეცნიერულად არის ზომება მაგას საერთოდ არ აინტერესებს უკვე გინ დაუმტკიცე გინ არ დაუმტკიცე ის თვითონ ამოწევს თავისთავად ეს არის ქრისტე უკვე პრინციპი რას აკეთებს როდესაც მას ედავებიან ყველა კითხვას უსვამენ ესეც იგივეა ჩვენთანაც ჩვენში ის მასში იყო ეს ხმები ნაზარეთიდან არის არანაირი რეგალი არა აქვს არც რელიგიური სტატუსი აქვს არც არაფერი არა აქვს აქ არიან ფილოსოფოსები აქ არიან ვიღაცა თეოლოგები რომის იმპერია ყველა სისტემები მარტო დგას რა უმოწმებს და ეს ხმები რომელიც შენ თვითონ ამოწმებ შენ თავზე შენ გიჟი ხარ ის მეფეობას ვერ უმტკიცებს ვერავის არც ცდილობს მაგრამ ის სრულიად შვიდი ამოწმებს ვერსად ვერ ნახავთ რამეს სულ ქრისტე რამეს არწმუნებდეს ვიღაცას ან ამტკიცებდეს რაღაცას აფიქსირებს აი როგორ შენ რომ დააფიქსირო შენ თავზე ახლა მე ვარ ახლა ჩემ სტუდიაში დავუშვათ მე მაქვს ორი ხელი წიმშვიდი და ახლა ხო არ ამტკიცებ მე ვამტკიცებ რომ ორი ხელი მაქვს აი თუ არ გჯერათ ნახეთ 1 2 და ვინმე რომ დაგიწყოს არა საშა შენ ორი ხელი კი ერთი ხელი გაქვს დაუწყებ ჭხუღს როგორ არა მე ორი ხელი მაქვს ასე ამბობს კიდე თუ დაიჯერე მე ვიცი ვინ ვარ თუ არ დაიჯერებ თქვენი ანუ აფიქსირებ ამბობს სიცხადე ეს რა არის და ამას მე ჩემშიც აღმოვაჩენ უბრალოდ არ ვენდობი და შესაბამისად რისკენ მივდივარ აი იმ გაუბედავები რაღაცა თუ ვიღაცა ჩემში აი ეს სხვა ღმერთი ჩვენ არ აქვს სხვა ღმერთების სისტემები აგებული ჩემი არ არის აქამდე იყო კი როგორც ბავშვი რომელიც ექვემდებარება იმ სისტემას რომელშიც იზრდება ეპოქაზე ავტომატურად იღებს ახლა როგორ ფიქრობ 5-6 წლის ბავშვი იტყვის რომ მე არ მინდა ბუდისტი ვიყო ან ქრისტიანი არა აქ არჩევანი ის ავტომატურად ასე ზდიან და კითხვასაც არ სვამს ის რეალობა იღებს ეს უნდა იყოს და მომაგრეს და რომ მე როცა რაღაც გარკვეულ სისტემად ჩამოყალიბდი უკვე კითხვას სვამს აი ვინ ვარ სად მოვედი რა ვარ ჭეშმარიტება უკვე ვერ ეტევა ვერცეთ ეპოქალურ აზროვნების ცნობიერებაში ვერ არც რელიგია არაფერი ეს არის ყოფნა რაღაც აი ეს ხმა რომელიც თავის თავს იხსენებს და თვითონ აქვს მოწმობა თავის თავში აი ეს ხმა მაგას გეუბნები ხო არ დადგა ჟამი მეთქი აი გარი მეორე მოსვლა კი არ არის კვალად მომავალ არც წერია ანუ ქრისტე როგორ ჩანასახი ჭეშმარიტება რომ შედგა ოღონდ როგორ სინჯი აი როგორ ფლემინგმა ალექსანდრე ფლემინგი აი პენიცილინის გამოიგო ხო მილიონობით ადამიანი იხოცებოდა 100,000-ობით ადამიანი პენიცილინი არ იყო და ერთადერთი ალტერნატივა იყო კურორტები და ჰაერი და ბიზნესი იყო წლების მანძილზე წვალობდა რომ მიეგნო ამისთვის რამდენი წელი ლაბორატორიაში და ბოლოს აი იღებს სინჯს რომელშიც არის მილიონობით ადამიანის სიცოცხლე პენიცილინის ეს რეალობაა ყველაფერი მაგიტომ ვამბობ რომ აი ქრისტეში ეს არის აი პენიცილინის რო ერთ მიღებული როგორც ლაბორატორიაში ან რაღაცა შედგა მაგრამ ეს არ არის აქედან იწყება ყველაფერი ეს რატო შედგა რატო მოხდა ქრისტეში ეს
რატო რომ ჩვენ უყურო და ვადიდოთ ახლა ქრისტე შეიძლება ქრისტე არის პოტენციალი რომელიც უნდა წმენა ხო მარცვალი რომ დაკარგულიყო აქამდე არ იყო ღმერთკაცობრივი სხეული სიცოცხლე შედგა დამთავრდა დასრულდა ესე ჯვარცმის სიკვდილი დამარცხებული თავის თავში აქ სიცოცხლე მამა და მე ერთი ვართ რეალურია და ახლა ამ წმენით ვიღებ ჩვენ ამას და ის ჩემში რომელიც არის ის ანუ რამას ხოვებს მე ხო გითხარი უნდა გაიაროს კონდიცია მარცვლობიდან ნაყოფის გამოყენებიდან როგორც თვითონ ქრისტემ გაიარა ჩასახვის პირველივე დღიდან აღდგომიდე და რა გიზა გამოიარა ქრისტემ როგორც კი დაიბადა ჰეროდე ცდილობს მის მოკვლას ვინ არის ჰეროდე ეგო ჩვენი სისტემა როგორც კი ჩდება შეში პატარა იმედი გაიღვიძებს გაიფაჩუნებს ხო ვაიმე ვირწმუნე ვიღაცა დაგსინებს ეს არის ნევროზია შეიძლება სამამტყობის დაგიყვანა აი მე როდესაც ჩემში დიდი ნათელი მოვიდა და ყოველი წამლეკავე მართლა ეს შეუძლებელია ეს გიჟე იყო სხვებისთვის კაცო ფსიქიატრში უნდა და დაწვენა იმ წუთას გამიგიჟდა ოჯახი და ვერ შუმად მეყრიდნენ წამლებს ვერავინ გაიგო ეს და ასე იყო ქრისტესთან წერია თავისი ოჯახის წევრები თოკით დაძლებდნენ რომ შეეკრათ და შეებოჭათ აბა იმიტომ რომ ამბობდნენ რომ გაგიჟდაო ყველაფერი მან გაიარა ეს გზა აი ნახე ეს შემდგარია და შედგა ის ხმები რომელიც მას უშლიდნენ ხელს რომ რაიმე სიარა ხარ შენ მათქო არა ხარ ჯვარზე ეს ჯვარცმაც ეგ არის მისი ადამიანის ბუნებას არ ჯერა რომ მასში ეს არის მაგრამ მან შინაგანს ჯერა ამით მოერი ეს უკიდურესობამდე არის აი ვინ ხავ შენ აი ჩვენი გზა რა არის ახლა რომელს დავიჯერებთ ახლა ამ სისტემას აწყობს რომ თვალით რასაც ხედავთ ყურით რაც გვესვით რასაც მეცნიერები გვიმტკიცება არაფერი არ არის მატერია და დამთავრდა უკვე არაფერი არ არის და არც გიდასტურებს ეს არის ჯვარცმა მატერია და ვიღაცა შემში ვერტიკალში ის ნები ურჩევლია იმას უთხრას კი ვიდრე დანებდეს ამ სიკვდილს გეყოფა ვაშკაცობა რომ თელ სისტემებს დაუპირისპირდი მარტო აი ეგ არის ჭეშმარიტ ეს არის ქრისტე შენში მარტო ხარ იქ შენი უახლოეს ადამიანებსაც არ ესმის შენი პეტრე და იოანე და იაკობი მიყავს სამი გეცემანის ბაღში იმიტომ ყველაზე ახლოს ესენი რა არის ეს არის შენი ასპექტები ისე პეტრე რომელი ასპექტებია აი ზუსტ პეტრე წმენის ასპექტი დავში იოანე გულის სიყვარულს იაკობი ალბათ კიდე ნუ ეს ასპექტები ანუ ის ყველაზე ახლოს რო შენი ისინის ვერ გიგებ ადამიანის ბუნება ვერ გიგებს მარტო ხარ და ის მარტო ვინ არის ის წმიდა მარტობა ის არის ის მამის ნება რომელიც მან მისგან არის ნაშრობი მაგრამ აქ სიკვდილში ჩავარდა ხამს უნდა ამოზიდოს ეს როგორც მარცვალივი და ახლა რა ხდება ჩემში ეს იწყება და ჩემში შემოდის ქრისტე იმ წმენით რომელსაც მარიამ ღვთისმშობელში ჩაისახა ზოგს გონია რომ წმენა არის ინტელექტუალური დათანხმება აი ნობელის პრემიის ლაურეატები წამთო კაცო იმათ წამთო ამათ დაამტკიცეს ღმერთი ნახე როგორ რას მოგიტანს ეს არ არის წმენა ემუნა არის ებრაულად ქართულში ძალიან კარგი ისა გვაქვს მე ბერჯერ მისაუბრე მაგრამ ჩვენ 1000 უნდა ვილაპარაკოთ რომ რაღაცა ის მარცვალი გავამაგროთ ჩვენში რო არის ის უნდა გავამყაროთ სხვა ღმერთი ჩვენ არ აგვყავ თუ იმას ხორცი არ შევასხით იმ იდეას სიგიჟეს რომელიც ალოგიკურია რომელიც არ ეტევა არცერთ ნორმაში რომელსაც მუდმივად უტევს ეს მატერიას ქრისტეს სული ტანჯებოდა ჯვარცმამდე მას ტანჯავდა ეს ხმები გარეთ იქ წიგნობრები დასინიან ფარისევლები დასინიან რომის პილატე ასამართლებს პოზიტიური სამართალი ვერ უგებს ამას ეს ბუნებით ეს სხვა არის თუმცა ეს რომელია უნდა გაირკვეს ახლა რომელია მართალი მაგრამ ამ სიკვდილით და ეს ერთგულია იმის რომელიც ყვირის რომ მთელი სისტემის მიუხედავად მე მჯერა ამის ამას ერთგულებს ეს გაიტანა ბოლომდე და მამაო შენ ხელთ გადავსემ სულს და მანამდე ამბობს ღმერთო რატომ იმათო იქამდეც კი მიდის მაგრამ ამასაც არ უჯერებს სიკვდილსაც ამის მიღმა გადის და ამით იმარჯვებს და იხსნება ფარდა. კრეცამელი ფარდა რა არის? ჩემი ტვინით შეიქმნილი წუთისოფელი, სხვადასხვა ებრაულად. ჩვენ წუთისოფელს ამ ნარატივს რომ ჩემ შექმნილი, ჩვენ თორე თავისთავად არსებობამს არა, ახლაც 64-ია. ახაც ღმერთია მოუკლებლად, საშა. ღმერთი როგორ შეიძლება სადმე არ იყოს, ან 64 სადმე არ იყოს. მაშინ რატო წუთისოფელი არის რედუცირებული, დაკნინებული ჩვენი დამტვერელი აღქმა, დეგრადირებული სხეულებით, იმით რომ შებოჭილი და აი დარჩა პატარა რაღაცა სუსტი იმ სუსტ ნათელს უნდა უერთგულო. რეალობა. ეს სუსტი ნათელი შენში თითქმის დაკნინებული მიმალული. იქამდე რომ ყვირი ღმერთო რა არის დაბნელი და მართლად ყვილი ყოფილა. იმიტომ რეალობა არის სიბნელე, გარშეო ატომური ომები. ყველაფერი და ძალიან რთულია რეალობა. აი ეს არის გადასარია. იქ არის ქრისტე შენში ჯვარი. ხარ ამ მომენტში შენახლა. განიცდი ამას ასე, თუ განიცდიმაში ჯვარს მდგომარეობაში ემსგავსები ქრისტე. ჩვენ ყველანი ვართ სხვადასხვა კონდიციაში იმ ერთ მოვლენასა, რომელიც მოხდა თავიდან ბოლომდე.
შენ მე სახელები როგორც პოტენციალი. სახელები ეს არის ქრისტეს იგივე ჭეშმარიტების პოტენციები გარეთ ის მისი სხეულია ქრისტემ რა გააკეთაო კაცობრიობა იხსნა ანუ კაცობრიობის სხეულით ყველა ადამი მის სხეულში იყო და ვინ არის ეს ადამი დასახიჭირებული ზოგი იქ ზოგი აქეთ ვნებებით ემოციების შიშებით შეპყრობილი სხეული და მე სხეული შეგდით უფრო ახლო ასპექტები ეს 12 მოციქული დავუშვათ იქ დედა დგას და ბოლოს ვისთან რჩება მარტო აი ეს ხალხი რომელიც ვერან ვერ უგებს მას ანუ მე ახლა ჩემ თავში გადავიტანო და მაიმედებელი რა არის პატარა სხივს ეძებს იქ რომ წყურია რომ ამბობს ქრისტე განაწყალი წყუროდა რა წყურია რომ დაუდასტუროს გარედან ვიღაცას მარტო არა ვარ ბავშვივით ეშინია ამ სიბდელის კაცია ეშინია გესმის აშა ეშინია ის არ არის მატროსოვივით არის სტრელეევ კომსომოლსკაის ერთზე და გმირები რო ტანკებს უვარდებიან აქ არ არის ლაპარაკი ამაზე აქ არის სიცოცხლეს ემუქრება სიკვდილი მან უნდა გადაარჩე თუ ეს არ გადაარჩენს ვკვდებით ყველანი სიბინელეში დამთავრდა ჩვენი და მან განიცადა როგორც ადამიანმა ახლა შენ შეიძლება ჩვენ აქეთ არ შევხედოთ თქვათ რომ არა კაცო ის ხო ღმერთი იყო მაინც კი იქნებოდა მანაც იცის ეგა მაგრამ ეს არ გათავისუფლებს შენ ტკივილისგან კი ამბობს ის რა აუდგებიო კი მაგრამ როცა მივიდა საქმეზე და პრაქტიკა სიკვდილში შედის მათომ რომ სიკვდილის მიღმა სიცოცხლე გულება მან იცის სიკვდილი არ არის ბოლო მდგომარეობა ეს არის ჩემი შექმნილი მას თავის თავში არსებობა არ აქვს თავის თავში არსებობა აქვს სიცოცხლე მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მიდასტურებს რომ სიკვდილია და სიბინელეა აი რა არის ქრისტეობა შენში სხვა ღმერთი ჩვენ არ აქვს ახლა მე გეკითხებით ახლა იქნებ კაცობრიობა ზუსტად იმ მომენტში იმყოფება რომელშიც იქ იყო აი ეს არის მეორე მოსვლა კი არა ის რაც იქ მოხდა როგორც ლაბორატორიაში მეთქი წმენის სინჯი მიიღო ღვთისმშობელმა დაბადდა და ის გვაქვს იმიტომ რომ ეს არ ქონდა ჩვენ ადამიანში სიკვდილი შემოვიდა და მორჩა გადამოსა ახლა რა მოხდა ღმერთი აკეთებს ამას რომ გადაგვარჩინოს თვითონ ხელახალ დაბადების შანსს გვაძლევს ამიტომ ინტელექტუალურ დათანხმება რაღაც ქრისტეს ციტატების მოყვანა ის კოკეტობა და ვაიმე სალონური საუბრები თუ მერმე და მერმე მშვიდობით უფლისამი ვარ თუ ყველაფერი კარგია ეს მაგრამ ეს ამის მიქით თუ აი რისთვის ხდება ეს ყველაფერი გულის გულში ამან თუ არ გაგიარა מחვილმა და თუ ამ სიკვდილის სიცოცხლის ზღვარი შენს არ გაიარე ქრისტესთან ერთად და მას იგივე არ მოხდება რაც მასში მოხდა და დღეს იქნებ დადგა ეს ჟამი რომ რაღაცა წერტილმა მე არ ვამბობ მთელი კაცობრიობას ახლა მე თუ ეს ვიგძენი და რახა ვლაპარაკობ მაშინ ესე იგი რაღა დოზით ამ მდგომარეობაში შევდივარ ახლა ეს სულაც არ არის ამ პარტაულობა რას იშევს ამ პარტაულობა მაშინ რა აზრი აქვს მაშინ თუ კი ეს განუხორციელებელი იყო ეს არის ის კი არა ეს არის კადინიერება კარგი გაგები ეს არის პასუხი იმისა რაც მე მაშინ გამოდის რომ ქრისტეც ამ პარტავანი როგორ გაბედა და მაგას საყვევთ რომ ზუსტად შენ ვიღაც გალერეულ ხურო ხარ ვინ ბედა კაცი ხარ და ღმერთთან თვლით და აი მაშინ რა არის ქრისტეს ამპარტავანი იყო და როგორ უპასუხა მაგან იგივე უნდა უპასუხოთ იმ სულს რომელიც მე რას ბედავ შენ ქრისტეს ადარებ თავს და უპასუხე იგივე გზას გავდივარ მეც ახლა ის ხმები რას ქრისტეს გარშემო იყო ჩემშიც არის იგივე იქ რო წუთისობრი და კაცობრიობა და რაღაცა ყველა კაცობრიობა ჩემშია იქ რო აღდგა ზუსტად ეს პროექტი იქ ახლა კვალად მომოვნას ნიშნავს რომ ეს წმენით ჩემში დაითესა ეს არის წმენა წმენა ის კი არა მე დავეთანხმო ეს ფაქტი მოხდა წამს ემუნა ნიშნავს ანუ წამს კი არა ვენდობი ეს მოქმედება ვენდობი დაწერილს ვენდობი ამ სცენარს ვენდობი რომ ეს ამ სცენარში შევდივარ მე და იგივე მოხდება ჩემში რაც იქ მოხდა იმიტომ რომ იმით დაიწყო ის თუ არ და პროექტად დარჩება ეს მაკეტად ის რომ შეუსრულებადი ყოფილიყო ადამიანურ დონეზე მაშინ რა აზრი ქონდა ღმერთის გახორციელებას რატომ მოვიდა ქრისტე მაშინ ვერ გავიგე თუ ვერ განახორციელა არასდროს არ მოხდებოდა ამიტომ ამბობ ჩვენ რომ ის 64 არის როდესაც შენ გონს მოხვალ სიცრუისგან შენ სიცრუისგან ააგე ეს ტანჯული ცხოვრება არასწორი მიდგომებისგან და თორე ახაც 64 ახლაც მაგრამ ჯოჯოხეთია იმიტომ რომ შენ არასწორად უდგები შენმა ცოდვებმა გადაგიფარეს ყველაფერი შენ უკვე ვერ ერევე შენ თავს და ქრისტე რატომ მოდის გაახლოს აი შენ რო თქვი რა თქვია რაღაც სახელი რო თქვი ტრანსფორმირებს და არა ისა ხელახლა აღდგინება რა გადატვირ აი ადამიანის ორგანიზმი რომელსაც აღარ შეუძლია აქ შემოდის რომ ანუ ქრისტე მოდის იმიტომ კი არა მოძღერება გასწავლოს გარედან და ისე ანუ დაგბადოს ხელახლა უნდა დაიბადო ნიკოდიმოსი მოდის მასთან ნიჭიერი კაცი განათლებული იმ ეპოქის მასწავლებელი
ღამე მოდის, რატომ მოდის ღამე? იმიტომ ქრისტესაც ბოსო არ იყო მოაზროვნე და ელიტარული საზოგადოებისთვის ეს იყო სირცხვილი რა, ძალიან თავისდაბნელი, ზუსტად ასე ვიყავი მეც. როცა პირველად სახარების ჯგუფიდან წავედი, ეს სირცხვილი იყო ეხლა რაღაცა ჩუმად წავედი და ვითომ რა. და იმას ეუბნება ქრისტე, თუ არ დაიბადები ხელახლა ვერ შეხვეცდა სასუპირში. აი დაბადება ხელახლა ნიშნავს თუ არ მოკვდი მაშინ როგორ დაიბადები, აი ანუ ერთგვარ მეტამორფოზა. აი ეს საშა ხა მე რას ვამბობ, უყურე აი რაზე და ჩვენ ხოდა როგორ მოკვდე და როგორ დავიბადე? ვილაპარაკე თუ რასაც მე და შენ ვლაპარაკო. აი მე მოგეთა შენ თავს მე მახსოვს წინა წლებში და 10 წლის წინ 20 წლის წინ მე არც ვილაპარაკებდი ასე. მე ისე მომყვებოდი ქრისტეს ისტორიას და მე ჩვენ სიკვდილის შემდეგ გარდაცვალება საიქიოში გაგვითვალისწინებენ იქ. არანაირია და რაღაცნაირად თვალი მეხილება. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ რაღაც ჩემთვის ეს ისეთივე რეალობა ახლა რასაც ვლაპარაკობ მე ამ გასწაში ამ მდგომარეობაში ვიმყოფები. მე აი როგორ გითხრა ახლა ვიღაცა ჯარისკაცი თუ ვიღაცა აგებინებდეს ზურგს რომ მე ამ მდგომარეობაში ამ დგას ვარ აი რაციით გადასცემდეს ან რაღაცით სად იმყოფება. მე ვაჟღერებ ამ ხმას მე ახა ვარ. აი ეს არის ჩემი ნარატივი თუ რაც გინდა არქ. რეალობა ეს აი არ ვის აქამდე ასე არ ვიყავი წირო ვიყავი მეგონა რომ ესე ან იქით ახლა შემეცვალა. მე უკვე კითხავს რამ შეგიცვალა? რეალობა არის სიმწიფეა როგორ გითხრა აი ახლა რაღაცა ნაყოფი რო იზრდება კვირტია ჯერ და მე უცბად ნაყოფი ხდება რამ შეცვალა რამ შეცვალა ჭია ჭუბრა დან ჭუბრი პება რამ შეცვალა აი ვინ არის იზრდა მოდი ასე ვთქვა პატარა რაღაც წერტილია ჯერ აბრეშუმის ეგვიპტეში მთელი საკრალური მადითვლებოდა მთელი ევოლუციის ადამიანის განვითარების 4 საფეხურად მუმიად იმიტომ ფუთავდა მუმიად ფუთა ეს არის ჭუბრია ლაზარი ჭუბრია აბა რა არის ლაზარი არის შეფუთული ასე და შემდეგ ხსნიან და ისა ქრისტეც ჭუბრია ჯვარზე დაკიდებულია სიკვდილის და სიცოცხლის კონცენტრატია ორივე ერთად და იქიდან რომელი გაიმარჯვებს უკვე და მე ტოვებს საფენებს და აი თვითონ სად მოდი აი ეს არის უკვე გაცხადება მოდის სინათლე მოდის ის ჭუბრია ხა პეპელა პატარა წერტილიდან ჭია იზრდება ჭია მე თავის პარკში შედის ხო იქ გაჭუბრდა ჭუბრზე ქვასავით არაფერი არის ახლა ნახე რა საკეთებენ იმით რა ქვია თანამედროვე MRT თუ რა თქვია ხო მაგნიტორეზონანსული ყველაზე აი ადამიანის ორგანიზმის შიგნით რო შედიან აი იმით გაზომეს ჭუბრში რა ხდება როგორ ხდება პებლად აი აბსურდი არ არის დააფიქსირეს შედეგი მაგრამ ის უხილავი რა არის ახ ვინ მოინდომა ჭუბრმა მოინდომა მოდი პეპლად ვიქცევი თუ პეპლის არსმა რო ჭუბრის მასალიდან თავის ხეული შეექმნა ის უხილავი თუ თვითონ ხდება თავისით აი თავისით როგორ შეიძლება მოხდეს აი დაუშვათ ჭუბში შევედით ჩვენ ტექნიკური იმით ესე მილიონჯერ რო ადიდებს გავადიდეთ რას ნახავთ პროცესი შედეგს ხედავ და დაიწყო მოძრაობა დაუშვათ და აკვირდებიან პირდაპირ YouTube-ზე იდო აი ჭუბრია ციგნის შიგის შევიდე და რაღაც ცვლილებები დაიწყო მაგრამ დაიწყო ცვლილებები და რამ დააწყებინა ის ვინ არის ვინ პეპლად გადაიქცია თავი ეს მოდელი თუ არ არსებობდა შიგნის შესაძლებლობა მოდი რა დადე შენ თუ რაღაცა თუ რამედ გადაიქცევა ხა მიდი აბა ის ელემენტარულად დაიშვა ხო ანუ შენაბობ თუ კოდში არ არის ჩადებული უხილავი ხო და აი ეს უხილავი ძალა რატო შემოვიდა მატერიაში რატო გადაიფარა რატო გავდივარ ამდე ტკივილებს აი ეს არის ისე ვიქამდე რომ მივიდეთ რომელს აირჩევდი მეთქი შე თავიდანვე რომ შექმნილიყავი ისეთი რომ არსად არ გადაუხვევდი და ესე თავის ორბიტაზე იქნებოდი და ყველაფერი გექნებოდა აბსოლუტურად კითხვასაც არ დასვამდი. ამიტომ წერია რომ ანგელოზებზე მაღლა არის ადამიანი დაყენებული და ანგელოზებმა ისინი არიან სავსე სიკეთე ანგელოზი გაჯერებმან არც იცის თავის ანგელოზებრივ იმას ვერც ადარებს ვერაფერს. და ადამიანი არის ზუსტად ეს საოცარი ქმნილება. სამაგიეროდ ადამიანი რო აღდგება აქედან ღმერთის მამას ეტყვის. უძღების შვილი მამასე თან ბრუნდება მამას ეუბნებ ხოლო ის შვილი პირველი ძმა რომელსაც მამა არ დაუკარგავს ის მამას არ ეუბნება შენო ეუბნება ხოლო იმაზე ძმას არ ამბობს ეს შენი შვილი არ იცის რა არის სიყვარული არ იცის რა არის სიცოცხლის თვითობა ყოფნა აი ახლა მოდი ეს სასწორს რომ დავდოთ ორ სასწორზე აი ეს არჩევანი ერთი მხრივ რომ
თავიდანვე რო ისე იყო რა, დაპროგრამებულად ან ინსტინქტებით თუ კარივით, იმით გარედან მოცემული ეს აგრეგატი. და წესრიგი უმაღლესი. სულ იქნები და მეორე ხო ეს გზა. უძღებიშვილის გაპარტახება, სიკვდილამდე ჩასვლა, დაკარგვა და მოწყურება და მონატრება და მამაც რო ეტყვის ამ ყაროს და ეს სიყვარული რჩება, გაცნობიერება და სიყვარული ერთად, სიცოცხლე სიყვარული და მთელი ამ კოშმარი და რომელსაც შენი წუთისობის ყოფნა ქვია იღვიძე. და აი ამაში დარჩენა. აი ოღონდ ამ ყველა ტკივილის ფასად რაც ცივილიზაციას აემართა ან შენ ცხოვრებას, ხა ცივილიზაცია ზოგადია, ხა მე ჩემი ისამახ შკალა. და რო დავდოთ სასწორზე რომელს აირჩევდი მეთქი ახლა არჩევენ რო ქონდეს, ახლა შენ ამ სცენარს გიდებენ წინ, აი ეს ორი. ერთი სცენარი და მეორე სცენარი და საით მეორე სცენარში, ბუტკრის სცენარში ხო ხატად მისია აღარ გამოვდივარ მე. ხო, ანუ მთელი მუღამი ამ გზის არის ზუსტად ისო ეგ არის ხატობა, ეგ არის. გაიგო რომ მე ვარ რომის მარტო ღმერთსაა, ბევრჯერ მithქვამს კიდე გიმეორე. ღმერთის სიყვარულია, მაგრამ საქმეში ხომ უნდა გამოვლიდეს, ახლა მე როცა ვლაპარაკობ ამას, მე თუ ჩემში არ დავინახე ეს, ისევე ზოგადი ლაპარაკი შემჩება, გიყვარდეს ღმერთი მთელი გული, ახლა რომელი ღმერთი, ცაში მყოფი სადა, ფიზიკურიცა. ვერ ხედავ, მაგრამ ვერ ხედავ ვიდრე კი არა დაუნახავ არ შენ ხარ უმწიფარი. მაშინ რო არის სიმღერა ქართული, თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი იაო, იმად რომ სიყვარულისთვის გული არ გაგიყიაო, ან კარგი, მაგრამ იმიტომ აქ იყო ყოველთვის, მაგრამ შენ არ იყავი მომწიფემ. შენ არ იყავი იმისთვის, რომ სხვანაირად შეგეხედა. ამიტომ ახლა დადგა სიმწიფის ჟამი უკვე. სიმწიფის ჟამი რომ აი ესე სხვანაირად შეხედო ამ ყველაფერს და არა იმიტომ როგორც აქამდე იყო. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. ქართველებშიც როგორ არის? ყველაზე მეტად ჩვენ გვტკივა დამცირება. რატო დამამცირე? აი მაგალითად კიდე ამბობთ ასეთ სიტყვებს შეურაცხყოფას ვერავისგან. ყველაზე მეტად რასაც არ ვაპატიებ კაცო, არა კითხვა რომ დავსვა, რას შეურაცხყოფა. ახლა გავშიფროთ სიტყვა რასე, რატო არის ასე მნიშვნელობა? შეურაცხყოფა, ანუ გვაქვს სიტყვა შერაცხვა. ჩათვალა წმინდანად შერაცხეს. შეურაცხყვეს, ანუ არად ჩათვალეს. ამას არ გაპატიებ, იმიტომ რომ ამით შენ ჩემ არს მიკლავ. ისვისაც ამ ქვეყანას მოვედი, მავიწყებ, კლავ და მე რო თავი გადავირჩინო ჩემი ისე, იმიტომ რომ მაშინ მე სხვა სიცოცხლე არა მაგი ამას და უკვე გაიძულებ შენ რომ აი ბოდიში მომიხადე რაღაცა რომ აღადგინო ჩემი სტატუს quo. სხვათა შორის არის პიგმალიონის მითი. ეს კეცოდინიან. და მაგაზე ექსპერიმენტიც გააკეთა, ან პიგმალიონი მოქანდაკე, რომელმაც ისეთი ქანდაკება გააკეთა, რომ თვითონ შეუყვარდა. და იმდენად იყო შეყვარებული, ბოლოს გაცოცხლდა ეს ქანდაკება, ანუ კესმი. ახლა გააკეთეს ექსპერიმენტი. ჩვენ თემას უკავშირდება ეგეს რაც ახლა ვთქვით. ექსპერიმენტი ასეთი რომ მასწავლებელი არის და რაღაც ნაწილი ბავშვებზე უთხრეს, აი თლიან დაუშვათ არის 20 მონაწილე და 5-ზე უთხრეს მასწავლებლებს. ეს 5 არის გენიოსი ეს ბავშვები. ესენი გადიან ჩვეულებრივი ბავშვები შკალის მიღმა, არანორმალურად ნიჭიერები არიანო, მასწავლებლებს ეუბნებიან და შესაბამისად განეწყო მასწავლებელიც ამ 5-ის მიმართ და სხვები დავუშვათ ჩვეულებრივი ბავშვებია. და ეს ბავშვები სინამდვილეში იყვნენ ჩვეულებრივზე დაბალი დონის ბავშვები. ჩვეულებრივი ბუნებრივად ეს ორი უბრალოდ ექსპერიმენტის მიზანი იყო. და ეს მასწავლებელი ხო მოექცა მათ როგორც გენიოსებს, ხო დარწმუნებული იყო ესეთები არიან განსაკუთრებული ნიჭიერები, მართლა გახდნენ ეს ბავშვები, გადააჭარბეს ყველას დონეს. ახლა რას გვაქვს? ამიტომ არის ჩვენ ღმერთი უნდა გავახსენოთ ერთმანეთზე, მაგრამ ღმერთი რო გაახსენოს, შენც უნდა გავხსენოს, შენ უნდა გაიხსენოს შენი თავი იმ დიდი უნდა აღმოაჩინოს შენში რომ ეს მეტია მატერიალზე, იმიტომ რომ როცა შენ იქ შედიხარ, შენ არ საცნობიერებ ვინ ხარ. იქიდან უყურებ მერე სხვებსაც.
და თუ რადონეზეც ხარ შენ რეალიზებული შენ თავს ხომ ეტაპებს გადიხარ შენ ფაქტობრივად შენი ინკუბაციის იმაში ხარ პროცესში იწყებ ქვით ყოფნას აი როგორც ხმეთქვა ქაოსი და შექმნა არ ვიცი ვინა ვარ რა ვარ აი ყველი გამივედ მოვედები ახლა იქ რო წერია ღმერთმა 6 დღეში სამყარო შექმნა მოდი რომ დავიწყოთ შენ რა გვაინტერესებს ჩვენ გვაინტერესებს რა როგორ შეიქმნა ანუ კარგი რა ხა გავიგეთ ეს ყველაფერი მე რა ამისგან მე სად ვარ აქ მე მატერიალისტური ცნობიერება და მეცნიერება შენ არაფერი არ ახ ეხა პატარა ნაწილაკი სამყაროს იგი არარაობა გაქრებ აი ამას აღადგენს სწორედ ეს ქრისტე და ზუსტად ეს სწავლება რომელიც ებრაელებმა თორადან დაწყებული და მთელ სოფლიოში გაიტანეს ბოლომდე მიუხედავად ჭიდიებებისა ამიტომ ისჯებოდა ებრაელი ხალხი ყველაზე მეტად და შემდეგ უკვე ჩვენც უკვე ქართველები რომელმაც ქრისტეს მისია მივიღეთ ეკლესია რამდენი ბრძოლები ქონდა ის გამო რომ ეს ხსოვნა შეგვენარჩუნებინა ამ წარმავალ მატერიალურ უხეშ ყოფნაში რომ ეს ყველაფერი იცვლება და არაფერი არ რჩება აი სიკვდილიას და რაღაცა არის ნაწილი რომელიც ამ სიკვდილს არ ექვემდებარება კი არა პირიქით მიდის მის გარდაქმნისკენ და სიცოცხლეთ ქცევისკენ აი ამ ქაოსში ზუსტად ეს მეჩი ქაოსად ვიღებ შენ თავს მე ხდება თვითგამორკვევის პროცესი აი ამაზე მელაპარაკება მე ბიბლია სამყაროს პირველი შექმნა სხვათაშორის აი ძალიან საინტერესო სიტყვით იწყება ბიბლია ახლა ჩვეულებრივ თარგმანში თარგმანებს ხო იცი იმდენი რამე იკარგება ეს ცალკე თემაა რომ ვისაუბროთ ამიტომ არის რამდენი თარგმანით უნდა ისარგებლო აი დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა და ასე შემდეგ რუსულად ვნაშალე ნუ რას იშევს დასაწყისში პირდაპირ გვეუბნება დროის გარემოება და შესაბამისად უკვე დროში გადავყავარ იმ დროს და მე როგორ განვითარ მე გარეთ ავარ უყურებ რაღაც მოვლენებს და სადღაც მეც რაღაცა პატარა ნაწილაკი ვარ აქ მე საერთოდ ჩავიკარგე მაგრამ აი რო ებრაულ თარგმანში და ძველ ქართულ ბიბლიაში არის არა დროის გარემოება და საწყი, არამედ მიზნის გარემოება. ეგ უკვე სულ ბერეშით ბარა ელოჰიმ ვეათ შამაიმ ვეათ ერეც თუ რაღაცა მაგრამ პირველად ბერეშით ბარა ელო. ბერეშით სიტყვა. ეს ბევრად მეტია ვიდრე დროში. ეს არის მიზნის გარემოება უფრო რა მიზნით და ქართულში ძველ ქართულ ბიბლიაში წერია დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და მიწა პარმენ მარგველაშვილი პროფესორი გეცოდინება უნიკალური პიროვნება მეცნიერი ფიზიკოსი და რუსთაველის ქრისტაუსის კვლევის აკადემიური წევრი და ბევრი კვლევა აქვს საინტერესო აი მან გაუსვა ხაზი ამას დასაბამად ანუ მიზნის გარემოება ანუ ჩვენ გვაინტერესებს ის კი არა როგორ შეიქმნა სამყარო ეს მეცნიერების დარგია ტექნიკური ფიზიკას და გასაგებია ჩვენი ცოდნისთვის ესეც უნდა ვიცოდეთ მაგრამ მე მაინტერესებს მე სად ვარ აქ ანუ რა არის მიზანი სამყაროს შექმნის უბრალოდ ისე ახლა მე გამოვიყილე დროში და სივრცეში ასე შეიქმნა მე და მიგარგება და აქ არის მიზნის გარემოება დასაბამად ანუ რა მიზნი და თუ არა დასაბამში კი არა და ეს სიტყვა საინტერესოა დასაბადაბა და რა დააბა სული ვინ არის სული იდეა პროგრამა თავის შესაძლებლობა ღმერთის სული მაგრამ მაშინ რატომ მოდის მატერიაში რა არის მიზანი ამ ხეტი არის ამ ჯვარცმის ამ ტკივილების მატერიაში ჩვენ ჭიდილებს ყოფილიყავით იქ ამაში საქმე რომ სამყაროს შექმნის მიზანი ანუ ადამიანის ამ შემთხვევაში სამყარო იყო რომ ღმერთს მიჭებინა ვიღაცისთვის თავის გარეთ ის სისავსე ის სიხარული ის სიცოცხლე ის ნეტარება რაც არის თვითონ რაც გააჩნია ანუ ყოფნაში რაც არის მასში მაგრამ ამისთვის ის ხო ვერ შექმნიდა ასეც მე მაშინ ის კლონი იქნებოდა ან მეორე ღმერთი არ არის ერთი ასე აი ნახე ის არსება რომელზეც ჩვენ ლაპარაკიც კი არ შეგვიძლია პირველ ღმერთზე მაგრამ რაც გამოსული აქეთ იმისგან გამოდის მაგრამ ეს მისი თვისებები არის იქ ის თვისებაა დაუნაწევრებელია მასზე შეგვიძლია შევილაპარაკოთ ხოლო იმით რაც აქ გვაქვს როგორ თვალსაჩინოები რაღაცა ვიცოდეთ მასზე აი როგორც რაღაცა შედარებებია ქრისტეს აქაც ძალიან უბრალო შედარებები და აი ყორბალი, მცვალი და თევზი და რაღაცა საფუარი. მეთქი წუთის სოფლის მთელი ეს ნივთიერი სამყარო
როგორ არის იცი რომ ვერ წდები ხო და უშუალოდ მე სულ მივწდები რაღაცით მის გემო გემოვნებინა იმ უხილავი რომ ჩვენთვის ის არ დარჩენილიყო ჩვენი წდომის მიღმა რაღაცა გწოდოდა მასე ამიტომ ეს სამყარო რომელშიც მე მომაქცია მე როგორც ადამიანი თიხით გადაფარული და წუთის სოფელო მეში სამდენი სიმკვრივეებია ჩემ გარშე აი დაახლოებით ისეთი რომ აი ბალი იყო წიფე ბალი და ვერ წდები ბავშვობაში ვიყავით ჩვენ ეს ყოველთვის წიფე ბალი იყო ყოველთვის ჩემი წლომის მიღმა აი აქეთ გაკერფილი იყო დინები მოდიოდა და ყოველთვის ცოტა გვიჭირდა აი ცერებზე დაუწეული ვიყავი და კიდე ვერ წდებოდი და არა და რა კონტროლაა და ვიღაცა ბიძია მოდის და უშუალოდ ან მამა ან აგიყვანს ხელში თოდზე ხელს მოგაჭიდებინებ და მე ჩამოგხსოვს და აი წუთისოფელი რა არის მაშინ მე ვაგემოვნებ იმ დიდს მხოლოდ ამაში მთლიანი გუსასო იმას დაანებეთ თავი მაგრამ რაც იმაზე შემიძლია მე ვიცოდე ის აქაც მომცა შესაძლებლობა რომ აქ დავაგემოვნო რით აი რაც არის გარშემო სიყვარული ნივთები საგნები ცხოველები ადამიანის საერთოდ შეხედავ სამყარო აი ერთგვარად ვიღაცა მე ვარ ვიღაცა უფლისწული მე თვითონ არ ვიცი ვინ ვარ ჯერ მაგრამ თითქოს სადღაც მომაქციეს რომ რაღაცა გავიგო კითხები გავოცდე გავოგდე და წავიდე რაღაცები გავიგე აი ეს ქაოსიდან ნელ-ნელა აი სამყარო რეგისტრში შეიქმნა და მე შედევდა ეს რა არის ხა მე რაში მჭირდება ხა კოსმოგონიური კაი ეს ფიზიკოს და ინტერესი ვიღაცამ შეიძლება ერთ გაკვეთილად მასწავლონ ისტორიაში ან რაღაცაში მაგრამ მე რას მაძლევ უყურე ყველაფერი აი ეს არის უკვე სიმწიფე როცა კითხვა ამ კითხვას ვამ და ასე უდგები აი ბიბლია რამეზი დაიწყე მისი მიზანის კი არ იყო რომ სამყაროს პირდაპირ მშვიდობით გარეში ფიზიკური სამყარო არამედ ჩემი თავი გამეგო მე ვინ ვარ ამ ქაოსში და ეს 6 დღის ქონადობა ეს არის პროცესი ქაოსი ხო გითხარ ქაოსი ებრაული სიტყვა რომელიც პირდაპირ მეშვიდობით ისავს გასაოცარი რაღაცაი აი რუსულად 100 მილიონს რა იქნება ქართულად აი ნუ მოკლედ გამაუგნებელი საშიში საოცარი მისაზიდი აი უცხო ქართულად რომ არ ვიცი მაგრამ მიზიდავს აი გოეთეს რა თუმცა ცხოვრება ჩვენ ამისთვის გვაყენებს ზიანს მაგრამ გვიზიდავს უჩვეულო რომ მტრიალი აი ასე თამასაზე დააყენა ღმერთმა ჩვენი ცხოვრება და სამყარო არ ძალიან დიდია რომ ამას ვინ მიცნობა და არც ვეცადო და არც ვერც დაუთამამდები ძალიან მარტივიც არის რომ გული არ გაგიცრუდეს იმიტომ ძალიან მარტივი თუ არის მოგწყინდება ძალიან მაღლა თუ არის აზრი არა ამიტომ სად არის დადებული ყოველთვის აი რაღაც აი ბავშვობა რო წარმოვიდგინე ხა პეპელას როგორ დაგიჭერია პეპელა კი მახსოვს და როგორ ის მაიმუნი როგორ უნდა ჩვენთან თამაში შენ გონია მართლა პეპელა აქედან რაღაც ბიოლოგიაში მე გაგებული თუ დაამატებ რომ ის ღმერთია როგორ პეპლად მოსული რაღაცა მიმიკა რაღაცა სათამაშოა რაღაცა მისია შენთვის ისევ ადამიანისთვის ყველაფერი მასი პეპლობის არსით მოსული ღმერთი რასაკეთებ თვითონ ღმერთი მოვა შენთან და გაგეთამაშება და პეპლად მოვიდა და მას უნდა შენთან თამაში და ხა დაჯდება აგერ ყვავილთან ხა პატარა ბავშვი რო ხარ გონია რომ დავიჭერო ძალიან შორს რო წავიდე დედა არ გაგიშვებს და შეგეშინდება ძალიან ახლოს მართლა დაიჭერ და არც სახალისო იქნება და გადასკობდე მიდიხარ და უნდა დავიჭერო იმ წამს აგიხდება და თან იქვე დაჯდება განგებაც ასე აკეთებს რაღაცნაირად რომ ის სამყაროც არის ძალიან ახლოს რომ მოეტანა და გასაგებად მოგწყინდებოდა ძალიან მიუწვდომელში რო ყოფილიყო ვერაფერს ვერ გავიგებდი და ისე წავიდოდით ამიტომ ყველაფერი გვიზიდავს და უცხოა არ უცხოში ერთგვარად ადვილადაც არ მიგიშვებს უცხო მაგრამ გიზიდავს აი ქართულმა რომ მოიშინაგურა უცხო ძალიან მშვენიერია ხა სხვა კულტურებში მე არ ვიცი როგორ უცხო ქართველისთვის საშიშად კარგია ანუ ცალკე საშიში კი არ არის ანუ ზედმეტად კარგია იმდენად რომ კანკალებდა ვერ ბედავ ადვილად მისვას აი როგორც მეფის წინაშე თამამად ვერ დადგები ან ძალიან დიდ რაღაც სანატრელი ნივთს ან რაღაცასო გვიყიდე ბავშვობაში კანკალები ხელს ვერ ვკიდებდით სიხარულისგან და უნდა შეჩვეოდი აი ასეთნაირად არის სამყარო მოწყობილი აი ეს არის ქაოსი პირველ გამაუგნებელი მდგომარეობა ვერ ყვევი რა არის და გამორკვევის პროცესში აი რა არის აი ხა შიგნით შედი იმ ქაოსში ის ხო მართლა ნაწილაკების ქაოსი არ არის მოდი ვთქვათ ის ცნობიერება რომ ღმერთში იყო
რომელიც შენ გბადებს და მოყავხარ იმ ქაოსში შენ სადახარ. აი წარმოვიდგინე რომ ქაოსში ხარ. შენივე თავის ქმნადობაში ხარ, ის რაც გარეთ იქ არის გატანილი, იგივე ხდება შენშიც. შენ ფიზიკური დაბადებითაც. ბავშვობაში რომ მოგიყვანე შენ სამშობიაროდან სახლში. მე ვარ 3 დღეში 4 დღეში რა ახლა რა გაარჩიე შენ? ახტაცებელი ყურები, აუ რა კაი ოჯახში მოვხდიო? და რამხელა ის არის 5 ოთახიანი ბინა და იმ ამაჩა ბოლო მარკის ავტომატა ესე ჩემი იქნება და გამიმართლა რომ არაფერი არ იცი ქაოსია სიბნელეა გაურკვევლობა ერთი წამი წარმოიდგინე ბავშვი ხო იყავი ბავშვი მათ ხო გახსოვს გალაქტიკას ლექსერով თქვით მე და შენთან თქვი გატო ჯაფარასთან ძნელი აღარ არის პოვნა რაც რამეა დაკარგული რადგან რასაც კარგავს ხსოვნა ღრმად ინახავს ჩვენი გული შენ ახლაც შეგვესასაძებელი სასავში დევს ის ყველაფერი როგორ უყურებდი შენ როცა მოხვედი ქაოსი დაბინდულია თუ ის შესაძლებლობები ყველა ბიდევს მაგრამ ჩემთვის არ არის ცნობილი ვერ ხედავ ახლა ფიზიკას ამ დღეს ჩვენ ხედავთ იმას რადონითაც ჩვენ ვუყურებით და გონია გოიმობა სწორედ ის არის რომ გონია რომ ეს არის ერთადერთი რეალობა და ჩვენ მე მილიარდებსაც ვერ ხედავ ჩვენ ძალიან პატარას და მაგრამ კარგია და რატომ როგორც დოჩაინაშვილის არის ხო გასოს რაღაც წიზე რო კიდე ეს გახოცაკითხული და ფედინიერი ხარო წინგელოდ ამ წაკითხვის სიამოვნება აი ღმერთი და სუპატარაში თუ რაღაცა გამოვდეთ და ვირწმუნეთ სუპატარა ჭუჭურტანა იმ ჭუჭურტანაში მარადისო უსასრულო შესაძლებლობებს მოკრავთ უკვე საკმარისი ამ წუთის სოფელში ჩემი მოსვლისთვის მეტი არაფერი არ მინდა აი პირდაპირ აი გეუბნები მართლა გულწრფელად მთელი ჩემი გამოსვლები რაც მან ღმერთზე სამყაროზე ჩემ თავზე მთელი რელიგიური გამოსვლები რაც გარეთ რაც მე შიგნით ხონია უამრავი ყველაფერი ერთ-ერთში რომ დავწნიხო და აი საერთოდ რომ დამავიწყდეს ერთი ჭუჭურტანის შიგავსნი და მე მგონი ტოლსტოის ერთი წვეთი მადელი ჯობია მთელ კასრ ფილოსოფიას ფილოსოფია კონცენტრატიას იმიტომ რომ ფილოსოფია ანუ სიბზის სიყვარულის სიბზნეკი ანუ ეს ლაციცია უახლოვდება მაგრამ ამით უნდა დამთავრდეს ჭვრედით ნაჭრედ აუ ავთანდილი გამახსენდა აი ამით არის პოდკასტი კარგი რომ აი რაღაცნაირად აი რაღაცა გამოკვეთილი იმას აკადემიური იმას და რაღაც შტაბიჭრებები რა მეტი რა ვარ ჩვენ ადამიანი როცა ავთანდილი პარიზეზე ხო 3 წელი და მე მისდევს მე ასმაც ხდება და იქაც ასმათიობინობა უცბად ვერ მიხვალ მასთან ის შეიძლება გაბოროტებულია და არ მიგიშვებსო და ესე დღეშია და ბოლოს რო დამალა ყვავს დამალვითან დიდითაო და შემდეგ როგორც კი დარელი მოდის და 5 სიტყვაში აი ეს ჩვენს იმას უახლოვდება ისევ ქაოსს და ჭვრედას აი პირველი თვალის სახელმო რასაც უნდა თვალი მოვკრათ ავთანდილ სარკმლით უჭვრეთ და ტყვე საკრით აზატები თითოეული სიტყვარი მთელი ტომები დაიწერება საშა სარკმელი რა არის ფილოსოფიაში ჭვრეტა რა არის ტყვე რა არის ტყვე საკანი რა არის და მერე ნააზატები რა აზატი არის თავისუფალი ქართულის ნააზატი გათავისუფლება ვით გათავისუფლდა აი ამ სივიწროვეში შედის ის ვინ არის კაცო სპასპეტია უდიდესი არაბეთის სამეფო კაცია პირველი სად მოდის სად იქნინებს თავს სად იმაშუება სუპატარა და ჭუჭურტანიდან გათავისუფლდა აი რა გზას აი ამ ჭუჭურტანში კონცენტრაცია მთელი დიდის რომელზეც იწყება ჩვენ ჯერ აქამდე არ მივსულვართ მთელი ჩვენი ძალისხმევები ეს ფილოსოფიები თეოლოგია ტექნიკური პროგრესი თუნდაც მეცნიერება ერთ წერტილში მიდის რომ სიმონ მირქმელივით აი სახარებისეული სიმონ მირქმელი იცი შენ ვინ იყო ეს კაცი ეს იყო სეპტუაგინტა რო თარგმნეს 70 რო შეკრიბეს ელინებმა რო ბერძნულად ეთარგმნათ ბიბლია მაგრამ რო არ დამახინჯებული იყო 70 სათარგმნელს მე შეადარებინათ ანუ ეშინოდათ რო დედანი არ დამახინჯებული ერთ-ერთი იყო ეს რომ მიადგა ადგილს სადაც წერია რომ აი ქალწული შობს ძეს უკვე დაეჭვდა აი ალმა ქალწული თუ ქალი რა დავწერო იმიტომ რომ აშკარა ნონსენსია ქალიშვილი როგორ და მაშინ მას მიეცა გამოცხადება შენი სოცხე მანამდე სანამ იმ ქალწულისგან ნაშობს მესიას არ იხილა 270 წელი იცხოვრა და იერუსალიმში მოდის დამდრს ქრისტე მოყავთ დედმამას მერვე დღეს და შეხედა და ამბობს აც განუტევებ მონასა შენსა მშვიდობით უფალო რადგან იხილეს თვალსა ჩემთა მაცხოვარება შენ ანუ
მორჩავა უკვე მივდივარ რომ დავინახე ის რისთვისაც ამქარად მოვიდი აი ყველა ჩვენი ძალისხმევას უბრალოდ არის მოუკრა თვალი მთელი ჩვენი ემების ნაყოფს რომ პატარა ჩვილი ესო ჩვენი სიცოცხლე ჩვენი გადარჩენა რაშიცა როგორც ავთანდილება ჭუჭურდა იმდან მოკრათ არის და მე უკვე დაიწყო მთელი ბატალიონი მთავარი ეგ არის ამიტომ ჩვენი საუბრების მიზანი ალბათ ისე ხარ ვლაპარაკობთ სამყარო ქაოსი და ზოგადად ჩვენში ხდება და ახლა ჩვენ ეს გვაინტერესებს დამთავრდა უკვე ზოგადი ცოდნები ზოგადმა ცოდნებმა აი აქ დავხსხა ჩვენ ახლა რო შევანილით უკვე 180 გრადუსით აი მონანიება ეს არის მეტანოია ბერძნულად ჩვენ ვინანიებთ ახლა ზოგადია მონანიება არის ლამის ისა რა თუ დააცემინა მფლელთან მოდის და აი დავწიწკნე ვიღაცაო და ლამის აქამდე არის დასული და წყალი გადაცდა და ვაიმე და იქ თავი მოიფხანა და იქ შეიგინა და რაღაცა დაწყევლა ვიღაცა და ამიტომ არის რა არის საჭირო ხელახლა აგზნება ანუ ძალიან ბევრი მტვერი და ის დაგროვდა აი ისინი აი ჩენჩო რო ისე რო თქვა ახლა და ის უმთავრესი მარცვალი უნდა ვიპოვოთ ახლა მთელი აქედან ნამწვავიდან ამ ნაცრიდან და ამაზე ამბობს ქრისტე სწორედ რომ ძეკაცი რომ მოვა ნახავს კი წმენას დედამიწას წმენა რა არის წმენა არის ქრისტეს ცოცხალი სიცოცხლე მარცვალია ის არის ნაღვერდალი შე თუ სოფელში ყოფილ ხარ ნაცარი ის ნაცარი სიტყვა რასია ნა არის ნამყოფი ცა ცეცხლი ნაცარი ნაცეცხლა არის ანუ ეს ნაცარი უტყუარი დასტურია რო ცეცხლი იყო მაგრამ რა გვინდა ესეთ ნაცარი თუ იქ ნაღვერდალი ვერ ვიპოვე ამიტომ მეორე დილას ქეხავდნენ ნაცარს და იქ აუცილებლად იპოვებდნენ ერთ მთელი ნაცარიდან თუ დარჩება ერთი ნაღვერდალი იქიდან აღიგზდებოდა ახალი კაცობრიობა დანაცრდა აზროვნება თეოლოგია ამდენი ტანჯები ბოლო არ შეიძლება სასურვოდ გაგრძელდეს და როდემდე ხო ეს როდემდე უფალო ამას ამბობდნენ 2000 წლის წინაც პავლეც კი ამბობდა იქნებ როგორმე მივწუდები ბოლო ჟამსო და ამიტომ ქრისტეც იგივეს ამბობს ნუ გადადებთ არ იცით როდით მოვა და მით უმეტეს ჩვენ გვაქვს უფლება შევანილოთ ნაბიჯებ და ესე რიხით კი არ გავაგზავნოთ ისე შევანილოთ აი მონანიება რა ყოფილა მაშინ ჩვენ აზროვნებაში სისტემური ცვლილება რომ ვიღაცას შეუძლია სისტემას დაუპირისპირდეს რომელშიც ვიმყოფებით შეანელოს ნაბიჯები ისე დამძიმდეს რომ გამოვიდეს აქედან ეს არის კოშმარი ეს არ არის რეალობა აი გაღვიძება რა არის ვიღაცები იშმოშნებიან უკვე ვერ ატყუებ უფროსორად ატყუებენ კი არ უნდა დაეძინათ ეს ადამიანის ძილია წუთისოფელი ჩვენ ამას მერე მივხვდებით სხვათა შორის სარნულში გენიალურად და იქაც თარგმანში დაკარგულია ჩვენს ცნობილ თარგმანში არ ჩანს და ებრაული თარგმანში პირდაპირ ორიგინალი და საოცარი ის არის უყურე ესე წერია 125 ფსალმუნია თვალსები როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას თავის სიზმარში გვეგონება მაშინ აივსება სიცილი ჩვენი ბაგე თრემლი თესველი სიმღერით მოიმკია მიდის და ტირის თესველი თესლისა მოდის და სიმღერით მოაგზნებით და ებრაულში წერია როგორ პირდაპირ თარგმნოთ ახლა როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას მივხვდებით რომ სიზმარში ვიყავით ანუ იქიდან ახლა ვერა სანამ სიზმარში ხარ შიგნის შეხომ არის სიზმარში ხარ და ახლა ტყვევინ არის ჩვენ ვარ დატყვევილი წავიდეკეთ დაგვატყვევა წუთისება ამ დამატყვევაო რა ამ სილამაზემ განაცუდი იყო ეგება რომ შეხედა ვა რა ლამაზია საჭმელად კარგია თუ რა ჯობია ამას კი გადაუშვა განგება მამალ მაგრამ ისეთი ტვირთი ავიკიდეთ მე რომ გვტეხავს მაგრამ სამაგიეროდ განგება ამასაც მოგვაქცევს სასიკეთოდ იმას ისის დაზღვეული ქონდა მაგას რო თუ ამ შემთხვევაში როგორი გეგმა წასული დიდი ტკივილი და სიმძიმებით სამაგიეროდ როცა გამოვიღვიძებ აი ამიტომ გეუბნები მონანიება რა არის ამ ძილის მდგომარეობაში რომ ესიც ვიმყოფები და რომელიცაც ვაკვირდები ტელევიზიით ისტორიით ეს არაფერი ეს რეალობა არა ეს არის ქერქის 1000 დათი ისიც ყალბად მოტანილი ჩვენამ და ეს გონია რეალობა ტყუილია რეალობად ის რაც გულის გულში სიღრმეში აი იქ მე რო გითხარი გაბედე ის ყოფნა იქ მიდის პროცესები ვინ თელი ისტორია ვისი ისტორია აი გეკითხე სად ხდება ეს ისტორია სიცარიელეში ვისი ჩემი ბოლო ხალხების წინ ვინ არის იქით წავიდეთ იქ ერთია ის ერთი საიდან ღმერთისგან და ნახისა მონანიბერ არის მეტანოისატე მიმართავს იოანე სანამ იესო მოვა ჭეშმარიტება რატომ
შენ რო ჭეშმარიტება დაიდიო, შენ რაღაცა და გაემზადე, ხო დიდი კაცი რომ მოდის ხო ემზადები, გამზადებ ბავშვობაში მახსოვს მე, სტუმარი მოდის და ესე და ესე ბავშვებო, ესე გაეკეთეთ ხელი ასე, ესე და აბა, ანდა მაშინ რო არის ჯარი რო დგაბა, სმენა, ყურადღება, ანუ რაღაცა ხდება და შენ უნდა მოემზადო დატოვო ყველაფერი, ის ვერ ვინ გამოვა იქ და რას გეტყვის რომ მიიღო ეს ყველაფერი. აი ამიტომ ეს პროცესები, ეს არაზე ვსაუბრობდი და აზე არ გაგვიწყდეს. შენ ისე დახტიხარ აზრიდან აზერ? არა, ახლა ის რაღაცა რომ გამოვაგზავნოთ იქიდან, მაშინ გამექცა ახლა ის საუბარი. თუ გაგიქცა მაშინ მე შენ თუ გახსოვს მეთქი? მე არა, ნახე ამის წინ აი რაზე მოვყვებოდით ესე. ხაზი. აი პატარა ის იგი მონანიება რა არის მეთქი. აი გონსმოს, ანუ უყურეთ რომ ქრისტეს ანა მოდის ან სტუმარეს ანა მოვამეთქი, ხო? ემზადები რაღაცა რომ გაიგო, დაიტიო. ახლა მოვიდა ჭეშმარიტება, უკვე დაიბადა და იონე ნათლიცებელი ვინ არის? ისევ შენში. ვინ არის იონე შენში? რომელიც უკვე ემზადება იმისთვის რომ იმას დახსეს გაიგოს, მაგრამ ამისთვის რა უნდა გააკეთო? მოინანია ხმა უდაბნოსა ღაღადებლისა უდაბნოს ეშინა. ჩვენ ვთქვით მაშინაც უდაბნო არის, რომელიც არის აი ხმა სადაც ისმის. ხმა გესმის, ანუ გამოცვალებული შეგიძლია ისმინო. და რას აკეთებს იონე? გაასწორეთ მოხული გზები. ახლა ეს ისევ გავაცოცხლოთ, ახლა რაზედაც ყვებით, ჩვენ არ ყვებით, ამას როგორც იქ ისტორია და იგი მან თქვა, ჩვენ მოდი ახლა ვაკეთებ მე ჩემთვის ვაკეთებ ამას, შენც მოდი ახლა რა არის, ანუ შენ გჭირდება თუ არის მონანიება, გეკითხები ახლა ამ წუთას. გააქვს თუ არა მოხული გზები გასასწორებელი, კარგი, გადააგორეთ ლოდები, რომელიც გზაზეა და დაბრკოლებას გიქნეს, რომ ჭეშმარიტება არის არსებული. ჭეშმარიტება მტკიცება არ უნდა, ის თავის თვითონ ამტკიცებს, არსებული როგორ შეიძლება არსებული არ იყოს. ხოლო ჩვენი არსებობა მაშინ არარსებულია, კონცეფციებია, ინტერპრეტაციები არსებულზე. იმდენად ინტერპრეტაციებში ვარ და არსებული დაგვავიწყდა. ანუ იმდენად შევფუთეთ აკვანი, რომ ბავშვი დაგვავიწყდა აკვანში თვითონ, რისთვის არის და ის კიდე თვითონ თავისთავად არსებულია, თავის გამსხვილებელი. რა გვიშლის ხელს ჩვენი დაგროვილი ცოდვა, რასაც ქვია გადაცდომისგან. ანუ ცოდვა არის ამარტია, ანუ აცდენა ბერძნულად შესაბამისად ავახორხეთ რაღაცა წვთვის ოფელი რო ქვია ჩვენი აკმისგან, ჩემი გამრჩევლობისგან შექმნილი შიშზე და სიცხეზე ნაკლებ ცოდნაზე. აი არის ის ცოდვა და სამოთხის დაკარგვა. სისტემები შევქმნილი, რომელიც საფუძველი არის შიში და სიცხული. რატომ და ხელოვნურად არის და ვიძაბები, რომ მე ვარ ღმერთი, შენ იქნები როგორც ღმერთი. და აი ეს რო შექმნილი მა ყველაფერი ახლა დადგა ჟამი გამოგვიძების. მოვიდა ის არსებული და შენ არ არსებული ხარ ამ შემთხვევაში. მაგრამ არ არსებულს აქ თავის ისია ფესვებია გადგმული, კაცო ეგრე სადა ჰეროდე ego სიმბოლო, ქრისტე დაიბადა, მოგვები მოდიან. ვინ არის ქრისტე? მესია, რომელსაც ყველა მიცოდა რომ მოვიდოდა, მაგრამ იმდენად უყვართ ეს ego, აი როგორ გითხრა რომ აი მე რო სახლის ჩაგაბარო შე და მოვალ და მე რომ ამდენს ფეხი გაიდგე ჟენა ჩემია ვამბ მე არ მაძლევ. ჩემს არ ხო სასაცილო არ არის? ანუ ego იმდენად მოჯდა და იმდენად თავისთავად განიხტო რომ ნაღდი უკვე გამოგვიძების ჯამ რა არ უნდა გამოგვიძეს სიზმარში უნდა დარჩენა. სიზმარში მას ყველაფერი აქვს. და არა და ის მიიღებს ყველაფერს, მაგრამ აი გადაწყობა, აი ხარ ორი სისტემა რო ეჯახება ერთმანეთს. ქრისტე მოდი როგორც თავისთავად არსებული ჭეშმარიტება, როგორც იყო ის სუფთა, რომელიც ჩვენს არსების წიაღში იყო, მაგრამ სუსტია და ის მოდის და მაშინ მე რაც მე შევქმენი ჩემი ცოდნებისგან, ჩემი გამოცდილებებისგან, ჩემი ყველაფერი სისტემა, როგორც ერთ ადამიანში მოდი კაცობრიობაში ეს იგივეა. გარეთ რო გაიტანო, ყველაფერი ასე. და მაშინ მე ის რომ მივიღო ყველაფერი უნდა მოვშალო, რაც მე ხელს მიშლის მის დანახვაში. მაღლობი დამდაბლდეს. რა არის მაღლობი? არა გაქვს შენ მაღლობები შენია. რას ამბობ, რამ ხელა უკვე პირიქით განაწარმატების ფილოსოფია არ გასწავლი და შენ მაგარი ხარ, საშა მიაწექი. შენ ბევრი ჯობი ხარ. და კი ბატონო, არის აქამდე კი, მაგრამ მივაღწიეთ. აქ არის ლაპარაკი უფრო დიდზე კიდე. მესამე კიდე დაბლობი ამოისოს რა არის დაბლობი შენ არაობა ხარ აფე ჩაგდებული ხარ კარი რასაშე რაღმა დაანებეთ თავი არაფერი არ გამოვაშენ ესეც არის მოხული გზებიც არის ისიც არის ესეც არის და ამას რო გააკეთებდო იხილავთ იმას ვიც უკვე კართან დგას უკვე აქ დგას ახლა მოდი ჩვენ თქვა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჭეშმარიტება რაც თავისთავად არსებული ამდენი ხანი რომ ტრიალებდით რაღაცა ჟამი დადგა და ჩვენ რაღაცა მონანიება ისკენ უნდა წავიდეთ ანუ ისე ჯიუტად კი არ გავაგზელოთ არამედ
გავაჩეროთ რაღაც ჩვენ თავში ნაბიჯები იმას ვქნათ გადავა მეტანოისად ხო და კოვიდი გაჩერება არ იყო ეს არის მე ვთქვი მაგრამ ეს არის წინა აი როგორც იმაში არის რა ქვია თეატრში რომ ზარებს რკავენ სანამ წარმოგარეთ რომ გამაფრთხილებელი ზარი გამაფრთხილებელი რომ იმას ეს გაამზადა შეატორტმანა ყველა დაიყვანა თავის ნამდვილ დგომა ერთგვარად აი დაგვანახა რა არის ნამდვილი სინათლე თევზები მოდიოდნენ აპირთან პირველად დაინახეს ლურჯიცა ვიღაცები ისეთი ფრინველები გამოჩნდნენ რომელიც არ იყო ისეთი ანუ სამყარო და თითქმის იმ გაჩერებაში რომ გავჩერდი სამყარო დაგვიბრუნდა ანუ მე რო ვთქვი რა გვაშორებს 60-ისგან ახლა დრო და სივრცე კი არა 60 არის ნულოვანი მდგომარეობა სადაც არის ენერგიის მინიმუმი ყველა მიისწრაფის ამისკენ რატო იმიტომ მისთვის ვსვარ ჩვენ ვიყავით იქ ჩვენ გვახსოვთ ჩვენი ხსოვნა წამოვიღეთ ჩვენი ბუნება სადაც არის შვება ყოფნა ანუ კმაობა აი კმაობა მაგიტო ვამბობ მე რომ პარუსია ქრისტეს მოსო კმაობას იშავს ისე მე უნდა ჩავარდნილიყავ ჩვენ უკმარისობაში და რატომ ამას ისააკ ასურიც ამბობს რომ აგვეთვისებინა სამყარო იმიტომ თუ იქ დავრჩებოდით გარეთ არ გავიდოდით რადგან და გარეთ უცხო ყველაფერი აქ არის ამიტომ ნაკლებობაში აღმოჩნდი ცოდვის მერე ნაკლი შემოვიდა აი ხა ნაკლი რა არის ნაკლი არის სიკვდილი მოკლული ნაკლული აი რუსულად უბიტი ანუ წყალი დაილია გასული მეგრულშიც ასეა სხვა ენებშიც ანუ სიკვდილი არის ნაკლებობა აი ქართულად ასე უნაკლო რო ამბობ და ნაკლული და არავინ არ არის უნაკლო ანუ ყველა სიკვდილი შვილი რა არის სიკვდილი ნაკლებობა კარგი რით ამოისება ნაკლებობა რით ამოისება სისავსი ანუ ნაკლებობა არსებული კი არ არის თავისთავად ნაკლებობა არის სისავსე არსებული მაშინ მე ნაკლებობაში როგორ დავრჩები თუ კი სისავსე არსებულია ანუ რატო დავუშვებ ღმერთმა რომ მე ჩემი თავის ნაკლებობა ანუ ჩემი თავის როგორც სისრულე როგორც პროექტი ოღონდ და აქ მოვედი გამომყობისგან რომ მე ჩემში განვახორციელო სიკვდილი და სიცოცხლეში გადასვლის აი ეს მთელი ეს მისტერია და მთელი ეს ბატალიები უკვე და ამ პროცესში შიგნით ვიყო ჩართული და გამცნობიერებელი, იმიტომ რომ სხვა ვერც ერთი ქმნიება ვერ აცნობიერებს ამას. ვერც სცენარი, რომელიც მარცვალია, იმან არის ის რომ მარცვალია, აი მე ახლა მარცვალი ვარ, მე არ მინდა მარცვლად ყოფნა, ახლა ღერო გავხდი, ახლა კარგი, ახლა კვერდი გამოვიღე, ახლა ვერ აცნობი, ვერც ხოვერი, ვერც ადამიანად ყოფნა, გადის გზას მარცვლიდან გამცნობიერება მეც ვიყავ მარცვლის მდგომარეობაში. იმიტომ რომ ვერ ვაცნობიერებდი რა იყო ჩემთვის. რა ხდებოდა პროცესი უგუნურად ვიყავ, ქაოსში ვიყავ, მაგრამ ამ ქაოსში არის პოტენცია და ადამიანად ყოფნა. ნიშნავს იმ დონეს ჩემში, როცა ქვის დონიდან უმოძრაო მდგომარეობიდან, ქაოსიდან, ამ სცენარეული პატარა სიხარულები და ცხოველის დონე, ეს არის რაღაცა მომხეჭელობა, მხეცი, რომელიც დღინავ და მტაცებელი ვარ, არ ყოფნი სახელმწიფოები, მივიტაც ეს თვისებებია ყველაფერი. რომ ავიდა ადამიანამდე რომელიც ერთ-ერთზე ღმერთთან დიალოგი აქვს. ეს არის გაცნობიერების ბოლო მდგომარეობა 64. და ეს ქაოსი გაიარა 6 დღის ქნადობის პროცესი ადამიანს. აი ხა მონანივა რა არის დაბრუნება ამ წიაღში რომლიდანაც მე ეს დამესიზმრა წუთისოფელი და რეალობა მგონია. და ქრისტე არის სწორედ გამაღვიძებელი სარკე და ამიტომ რომ ქრისტეს ან მიიღებ ან თუ მწიფე ხარ უპასუხებ და გაგახსენდება შენი თავი. მაგითო გითხარ რომ ქრისტე რაღაც აი ჩემი ის არის უფლისწულობის ფოტო რო აჩვენო იმ უფლისწულ რომელიც ყვედარი და დაავიწყდა მამის სახლი და მუშაობს საწყალი და იმედიც კი დაკარგული აქვს და ამ დროს მოაგნეს და ფოტოს აი შენ ვინ ხარ. ახლა უყურებს ახლა ორმაგობაში ეს ერთი ხე იზიდავს კი მაგრამ არ ჯერა სიხარულისგან. ქრისტე რო აღდგა ესე იგი რა ხდებოდა იცი სიხარულისგან არ ჯეროდა და მოციქული ეს ისეთი აქტია საშა. როგორ არის დახასიათებული როგორ რა დღეში არიან მოწაფეები მის მერე კაცო თან ჯვარც მანახეს სიკვდილი თან ქრისტეს სიტყვები ახსენდება და აღდგები მაგრამ აღდგომა ადამიანის ბუნებისთვის არანა საშინელება არანაკლებ შეუძლებელია ვიდრე ვისა რაკრან არიციან და ბოლოს რო ეცხადება და აღდგარი მაშინაც კი ეჭვი ქონდათ და ქრისტემ უსაყვედურა იქამდეც კი მივიდა მაგრამ რატო ქონდა ეჭვი იმდენად დეგრადირდი ჩვენ იმდენად მატერიას მივეცი და იმდენად რეალურად ვაქციეთ ეს რომ ჩვენ ვიბადებით ვიზდები და მეტი არაფერი თუნდაც რეალურად მოდის ვიღაცა რომ მე მახსევ შენ უფლისწული ხარ ანუ ამ მატერიამდე არსებული შენ ეს სიკვდილი არ ახარ სიკვდილი შენ დაიჯერე თორე შენ ის ხარ სიხარულისგან არ ვჯერა უკვე
ვერ ვუძლებ ამას ჩემი მატერია გესმის და ვიშორებ ან კონცეფციებს ვქმნი რომ ეს არ არის არამდგარა ქრისტე და ვიგონებ მოდელებს ფსიქოლოგიურ ფილოსოფიურ თეოლოგიურ მატერიალურ აზროვნებებს როგორმე რომ ტყუილიას ყველაფერი ტყუილიას ვერ ვუძლებ და იმიტომ მატერიას ეს არ შეუძლია მაგრამ აი ამაშია საქმე რომ ადამიანში მაინც არის ის ნაწილაკი და აი ეს არის ზუსტად ეს ქრისტეს მოსა და ჩანასახი კაცობრიობაში როცა შეძლო და ამიტომ ამბობს იესო ლოცულობს მეშვიდე თავში რომ მამაო მადლობა რომ მე მიცნე მთელი ეს პროცესი ქრისტეს მოსის მიზანი რა იყო რომ გურმე დაეჯერებინათ ადამიანებს დაუჯერებელი რომ სამოთხე რეალობაა რომ სიცოცხლე რეალობაა რომ სიკვდილი ნაკლებობაა სიცოცხლის და არა თვითონ ბოლო ფაზა რომ სიკვდილი ნაკლია და არა ბუნებრივი მდგომარეობა ნაკლი არის დიდი სიცოცხლის შესაბამისად დიდი სიცოცხლით უკვე ნაკლებობა სიკვდილი გაიწოვება ანუ ამის შესაძლებლობა არსებობს ეს წერტილი და გაჩენილი იყო როგორმე აი ქრისტეს განხორციელების მიზანი რა იყო და მადლობას ეუბნება მამას და ვირისმონა რამდენიმე მოციქულმა იმათაც კი ვერ მაგრამ მაინც ჩანასახი მოხდა და შემდეგ უკვე 120-ში შემოდის ეს დიდი სიცოცხლე და ხდება აფეთქება აი ამას გეუბნები რომ ეს სიტყვა მიდოდა ეს მონანიება რასაც ვამბობ ეს არის ებრაელები ამას ასახათ შუა ეს არის აი ქართულად მოქცევ გონსმოს პასუხში დაბრუნება ანუ პასუხი სინათლეა უკვე ხოლო ჩემი აქ ყოფნა არის კითხვა ანუ მონანიება არის აი პასუხში ანუ ამიტომ ამბობენ ებრაელები რომ ნაღმდილი მონანიებისას ადამიანს არა მხოლოდ ეპატიება არამედ ავიწყდება კიდეც აი მთელი ჩამოიშლება წარსული ცოდვები და რატო აი დავუშვოთ რაღაცები ისიც პატივშიც კი ერგება აი როგორ დავითმა რომ მოინანია ის რაც გააკეთა ურია რომ მოკლა თავის მაგასი და ცოლი სოლომონი დაბადა ამისი ამ უდიდე როცა გააცნო ბიერა ან როგორ არის გესმის ეს ყველაფერი ვერ საერთოდ მოწყობილი ისეთაირად სასიკეთოდ მიდის ყველაფერი და იქნება ამ ნაბიჯზე ვდგავართ მეთქი ჩვენ რას ვამბობ ან რაზეც ახლა მე და შევლაპარაკობ თუ ჩვენ ეს დავიჭერეთ ან მაყურებელმა ჩათვალო რომ ამ პროცესში მონაწილეობს ახლა და ამას არისმენენ როგორ სახარებისეულ ისტორიას კიდე მორიგი მამაო გამოდის და ესე ისას ან მომავალზე და ადამიანზე პური არ ბავშვები არ არიან და რო ელაპარაკო შენ შვილებს ახლა აი პურიზე და არაფერი არ არის ქრისტე ამბობს მე ვარ პური და ქრისტე ამბობს კი არა იგივე მეორდება ჩვენ ის რაც ასე იყო მიუწვდომელი ეს პრინციპია იესოში რაც მოხდა ისტორიაში კი არ დარჩა ეს უსასრულოდ მანამ იქნება სადაც ადამიანურ ბუნებაში აი კვალად მომავალ არს ეგ არის უწყვეტად ანუ ეს კმაობისკენ მივდივართ რომ სიკვდილი ნაკლი როგორც ნაკლებობა გაიწოვოს სისავსით ანუ სიცოცხლით პროცესში ვართ აი როგორც ხილი გადადის სცენარი პატარა მარცვლიდან გადადის რაღაცა მკვახეობა და სიმწიფეში ხელმწიფე რა არის ხელი ეწიფება უკვე შეუძლია ხელი მოკიდოს მოჭიდოს კი არ ისმენდეს შორი და კი არ მოწონდეს კი არ ოხრავდეს კი არ ლოცულობდეს ეს მიახლოების ფაზებია და ერთხელაც იქნება კიდეს ხეთ ვერხის ხავსანზე უნდა ვთქვა ხავნა და მე ვილაპარაკე არ დაგავიწყდეს აი ზამაგარი ხელის მოკიდებაზე გეტყვი ნესტანი არის ნესტანდარი ჯეჰან ეს არის ზუსტად შეხინა ებრაული ანუ იმ რაზედაც ჩვენ ვყვებით რაც გვაგიჟებს ჩვენ და რასაც შორი დავყროსით ლექსებიდან მოდის მუსიკებიდან მოდის აი წვეთო აქ არის იქ არის ეს ქებათაკებაში არის სასწრაფოდ აი იმაში იჭვრიტება და ილანდებაო ცხაურებს შორის ანუ ცხაურებს გამოგდება შეკეთების იქ შეყვარული ეგ მუსიკა იქ ხერი იქ მოგონება ესეთები აი ესე და ტარიელი აი ამაზე ყვება რომ ნესტანდარეჯანი არის იქ აქ არა ის აქ არ არის ესეთი ანუ მადილი აქ გახორციელებული რომელიც ადვილად არ გიშ და ტარიელიც არ აგჯერ ძალა რომ ნესტანის ხელით დაიჭიროს ანუ ელეთმელეჯერი ხო გონი და კარგა 3 დღე ეს ხო მისტიკა 3 დღე პავლეს საულისას დაემართა იგივე ქრისტე 3 დღე და ღამე საფლავში და მერე აღდგება ეს არის ის როცა შეხინას ხვდები მათ შენ თლიანად წაილეკები თლიანად 3 დღე არის ის დრო 3 დღე და ღამე რომ აქედან აი როგორც იონაც ვეშაპის რომ იქიდან აღდგა უკვე ახალი ანუ სიზვირიდან გამოხვიდე კოშმარი მე გაიაროს იმიტომ ვერ იჯერებს ხან ეს 3 დღე არის უბრალოდ ის ჟამი როცა შენ ძველში რო იყავი აი ესე გეგონა რეალობა ამ დროს მოდის ისეთი რომ გიცოცხლებს იმას რომელზედაც უკვე ვერ ძბედავდი უკვე გეგონა დაასამარი უკვე ის აღდგება მკვდრედი და ამის მიღება ესე ადვილი არ არის და აი აქ ხდება ნესტანთან რომ ელეთმელეთები მოდის არის თვითონ ამბობს არის ბედი ჩემი უბედური
დღემცა ჯერცა კიდე ვერ გამეფდა ხელმა ვარდი რა დიხელთა თუ კი ეგერ ვერ მოკრებდა ახლა ვარდი რა არის მისტიკაში და აღმოსავლეთის ფილოსოფიაში ყველგან არის ჭეშმარიტება რა არის ჭეშმარიტება ვარდი თუ გინახავ ესეთი ბისრო მიდი და მოწყვეტე აბა თუ შეძლო ის გინდა რა ქვია მაგას სეკატოს მაგრადელი ნუ რაღაცა რო აბა ხელით როგორ ანუ დიდი სუდა გაიკეთო ან ვერც მოწყვეტო ესეთი ისინია სქელი სააკო ხოლმე ეს გაზედაც არის ღერთ ხო და ომხელა ნემსები ვიჩხლეთ არის ისეთი და ეკლებით არის ვარდი უეკროდის მოკრები იქიდან არის ხო და ვარდიო რატო მომკიდე ხელიო რო ვერ მოვკრებო ანუ ძალა არა კლავის ძალად არის იმიტომ მიდის და შემდეგ რა ხდება როცა კაჯეთის ციხესიღებე და როცა ამან გაიარა გამოქვაბული ტარიელმა და ნესტანმა კიდე კაჯეთშიც იყო ამდენი ხანი როცა შეერთებიან ნახე რა ხდება როცა ხელი ხელსა გადაეჭდო შეეწება მკერდი მკერდს უკვე შეუძლიათ აი რა არის ჩვენი რისკენ მივდივართ ვიწყებთ შორიდან რაღაცა მოდის შეჩვეულებრივ ცხოვრობ ტარიელი და უცბად რო ფარდა იქნება და ტარიელი ნესტანს პირდაპირ დაინახავს პირველად და ეცემა 3 დღე შემდეგ ბრძოლა მერე უჭირს მასთან კონტაქტი და შემდეგ ბოლოს შეეწება აი რისკენ მივდივართ ჩვენ ანუ ახლა ჩვენ რო აღვნა აი ამ იდეოლოგიურ სიუჟეტია ზღაპრებში მითებში ლიტერატურაში ბიბლიაში თავისთავად და რელიგიურ ტექსტებში მაგრამ ახლა რა არის ქრისტე ყოფნა რა არის ქრისტეში ადამიანურ ბუნებაში სული აღწევს გაბედვას რომ ეს ყველაფერაც გარედან ესმის გამოიღვიძოს აქედან და თქვას მე ვარ აი ქრისტე ვინ არის ამბობ მე ვარ რომელიც ვარ რო ეკითხებია ბედავს ანუ შენ ძალით ვერ გაბედავ თუ შენ უდროდ იტყვი მე ღმერთი ვარო დაგიჭერე მართლა ბროწეული სოყნები რო გითხარი შერეკილებში რო არის და რაღაცები და ასეთ უამრავი მაგრამ თუ შენ არასოდეს არ გაბედავ და სულ ასე გააგზელ უკვე შანსი გაუშვი მონახარ საერთოდ ეს ახლა რომელი ავირჩი აქედან არის აქ გიჟი ვიყო თუ სულელი რომელი ჯობია ესე გიჟი იყო და გეგონოს ვიღაცა ხარ რომელიც არ ხარ თუ უკვე ხარ და ვერ ხედავ და სულელი ხარ შენ რომელს აი ერთ-ერთი უარესი ორივე და მაშინ რა არის შუა დიახ ერთი მხრივ ვიცი რომ მე ისე მაგრამ ამას ბედავ ასაკიმა აი ახლა ჩვენი სამყარო ჩვენი გამოცდილებები დღეს ცივილიზაცია როგორ მთლიანად როცა ყველაფერი გაშიფრა რაც მოხდა რაც უთხრა ხო ადამიანს იქ რომ აითვის დედამიწა გაიგე იქ მიზნის გარემოებრო თქვი რა მიზნით ეს რელიგიების ყველაფერი ბოლომდე მივიდა ამოვწურე რა გავაკეთოთ ახლა ხო არ დადგა ჟამი მე თვითონ ჩავიხედო ანუ უკვე კვლევა ჩემ გარეთ უკვე არ მაინტერესებს ვერ ვეტევი ამ ნაჭუჭს სხვადასხვა ებრაულად კლიპად თქვია იმას ამ გარს წუთისოფელს რომელშიც ცხოვრობ ნაჭუჭი გარს ხოლო წუთისოფელს თვითონ ქვია ფარდაკი ოლამ ანუ დაბურულობა შესაბამისად ხო არ მივედით იქამდე ამ ხელოვნური ინტელექტით ამდენი ტექნოლოგიებით რომელიც არასდროს არ ყოფილა ამდენი ყველაფერი რო ვიცით რაღაცა რო ცილა ამოვჭამეთ მატერიალ ისთვისაც აქ ვიყავით როგორც იდეა და უკვე ამოდოთ ხედავ რომ მე უკვე სხეული შევიძინე და მე უკვე თუ სვამ კითხვას უკვე დიდი ბიჭი ანუ უბრალოდ უკვე ახალი ქნილება კითხვის უნარი გამიშთა და პროტესტის და გამოყოფის გამოვეყავი და რა ხდება აბა ვერ ვეტევი ამაში უკვე ნაჭუჭი უკვე ჩემთვის ის რა დამცავი იყო აქამდე და მშვენივრად ვიყავი რაღაც ოჯახი მყავდა სწავლობდი პერსპექტივა მქონდა თურმეს ჩანასახი იყო ახლა კიდემდე მივედი ამოვჭამე ვერ ვეტევი უკვე აღარ მინდა ეს ყველაფერი და სული მეხუთება და ხო არ დაუდგა მეთქი კაცობრიობა ჟამი აი ასე აქამდე ხო და ბისული იყო თუ სასულოდ და გაგზდეს კიდევ 1000 და მილიონები წელი ხო და მაყურებელსაც მიმართავდა თქვენც იფიქრე და მეც ვიფიქრებთ ეგება დადგა ეს ჟამი ჩვენთვის ჩვენ ალბათ რაღაცა გვაწუხებდა იმიტომ ეს ჟამი თუ ჟამი ჩვენშია და ჩვენ გარედან მოვა ჩვენზე არ არის რომ ისევ და ისევ როგორ შემოქმედებს მე მაინც მივალიქამდე მამაგურამ დღეს საინტერესო საუბარი იყო ბოლოსკენ საღამორვარიბი მაინც ვიღლები და ჩემი ტვინი ესე აქტიურად ვეღარ უსმენს დღეისთვის ყარა დღეისთვის კმარა მაგრამ ამ საუბარს აუცილებლად მოვისმენ კიდე ანუ რაღაც მომენტები იყო რომელიც გამოვტოვე და შევსება მინდა და გავაგრძელოთ საუბარები და მადლობა რომ მოხვედი და დრო გამოყავი ამისთვის
ხო, ვნახოთ ჩვენ როგორ იქნება, ჩვენ ვაჟღერებთ იმას, ითაც სავსე ვართ, აი როგორც იღვრება შენგან, ხო ძალით ხო არ აკეთებ ამას და ვერც მას ვიზავთ. ნუ იღვრება შენგან მე მოგყვები, მაგრამ ჩემგანაც რაღაცები იღვრება რაც და გზაში. იქნებ შევადიდო ის რაც ხო გითხარი რაც ოცნების ნატურის საგანია, დიდია, რომელსაც ვერ უბედავდით აქამდე იქნებ დაგვიდგა დრო რომ გაუბედოთ. ის ასაკი გვაქვს უკვე და პირიქით ის სამყარო საყოდურებს ახლა გაბედეთ თორე დაიღუპებით იცოდე. უკვე გეყოფა ჯამი. თორე ის აპოკალიფსის მოდის სხვათა შორის მეორე კუდროსობაში იქნება. აი თუ ჩვენ ახლა ეს ჟამი არ შევიცან, არ გავბედეთ, ჩვენ მართლა უკვე ჯოჯოხეს დავიტევ თავს, ეს შანსი არ გაუშვათ ხელიდან. იმიტომ რომ აი იერუსალიმზე ტირეს ქრისტე. რო უყურებ ტირო და იერუსალიმი რამდენჯერ მინდოდა შემეკრება შენი შვილები რომ კრუხი წელებს კრებს და შენ არინებე და შენ ვაირო ვერ შეიცანი მონახულების ჟამი ყოველ წუთს აქ არის ყველაფერი აქ არის და ეს გაბედვის გარეშე ეს უსასრულოდ გაგრძელდება ჩვენი ჯოჯოხეთი და იქნება ამ ჯოჯოხეთს ჩვენ ვინა ხან გძლივებთ ამ ყოფას და სულ გაგრძელდება თუ მომავალში გადავიტანეთ სულ მაშინ ჩვენი ჯერ ან წიფე არა ვართ ან კიდე არ გამოვზრდილვათ ისე რომ ამ ჯოჯოხეთში ვერ ვეტევით ამ ჯოჯოხეთი რა არის ამ შემთხვევაში შეზღუდულობა იმიტომ მე ხო შევზღუდავია მაგრამ ის ინკუბაცია უნდა გამოვიდა არ დადგა ჟამი რომ რაღაცა ეს სხვაგვარად შევხედოთ ყველაფერს ის სიმწიფე ეს არის მოსვლა მოსრულვა ქრისტესი ანუ ის რომელიც იყო წმენა აქამდე რომელსაც მოუყავდით დიახ რომელსაც მომავალში შევნატროდით იმედით ვიზდებოდით მაგრამ ერთ მომენტში უკვე ეს ყველაფერი უნდა გაჩერდეთ ის სამყარო გაჩერებული იყო ყოველთვის მე ვიზრდებოდი მე ვერ ვხედავდი იმას ასეთად და მე თუ ზდას დავასრულებ სამყარო დასრულდება მასთან ერთად და ის არის გამთლიანება და მკვდრეთი დაღდგომა და დიდი სიცოცხლე და ის 64 რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. მადლობა. სამყაროს გამჩენს. მადლობა.